მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველა შუბა ახალწელს, სიხარულით სავსე წელი მოგწევს მართმა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ შეხვედრებს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობთ მამამთავარ აბრაამთან დაკავშირებით. გავეცანით ამ პიროვნების ძალიან ისეთ თუ მნიშვნელოვან ცხოვრებას, თუმცა დღეს მოგწევს საუბარი რაღაცა ისეთზე, რომლის მერეც წმინდა წერილში თითქოს და აღარ ჩანს აბრაამის გამოცხადება. აქამდე ჩვენ აბრაამის ცხოვრებას ვეცნობოდით, მისი ცხოვრების თანამდელი დეტალია, გამოცხადებითი ელემენტები. ყოველთა ეს ნაბიჯზე, რაც მოვლენასაც ასახავს წმინდა წერილი, მოსმენო ვითარდება აბრაამის ცხოვრება სწორედ გამოცხადების ფონზე. ეს არ ნიშნავს თავისთავად ცხადია, რომ ყოველ 2 წუთში ერთხელ აბრაამის გამოცხადება აქვს, ეს თავისთავად ცხადია მას არ ნიშნავს. იმდენად რამდენად წმინდა წერილის თხრობას თავისებურია, რაღაცა თხრობის თავისებურებას მიყვება, შესაბამისად წმინდა წერილს აბრაამის ცხოვრებიდან აღებები აქვს, სწორედ ის მონაკვეთები, ის ეტაპები, რომელიც ხორციელდება გამოცხადების შესაბამისად. აი, კიდევ ერთი გამოცხადების შესახებ იქნება დღევანდელ საუბარში ყურადღება გამახვილებული, თუმცა აბრაამის შესახებ თხრობა წმინდა წერილი გააგრძელებს ისევ ეს მამამთავარი ისევ გააგრძელებს მოღვაწეობას, მაგრამ გამოცხადება აღარ იქნება აბრაამის ცხოვრებაში და თითქოს ეს ნიშანია მიმწუხრისა, მისი ცხოვრების მიმწუხრისა, რომ ის ამ ქვეყნიურ მოღვაწეობას უკვე ასრულებს და როგორ და რანაირად ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რამდენიმე დეტალი და მას თავისთავად ცხადია მივახცევთ შემდეგ შეხვედრაზე ყურადღებას. ახლა კი როგორც წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, საუბრებთ აბრაამის მიერ ისააკის ყოფშეწირვაზე, ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე და აბრაამის ცხოვრების ცენტრალურ მოვლენაზე, რომელმაც ბევრი რამე შეგვიძლია დაგვანახოს და ვინმე წმინდა წერილის ეგზეგეტიკაში, ვინმე თუ ხელი მოკიდა ეგზეგეტიკურ ნაშრომს და ვინმე თუ რამე დაწერა აბრაამთან დაკავშირებით, თავისთავად ცხადია გვერდი ვერც ერთმა ვერ აუვარა აი ამ მოვლენას. მეც გეტყვით სამხატვრო ხელოვნებაში ძალიან ისეთი გაბედული ნაბიჯები იქმნება ხოლმე, როდესაც ცდილობენ აბრაამის ყოფშეწირვის გადმოცემას. ძალიან დიდ შრომას და ძალიან დიდ სიღრმეებს უკავშირდება ეს ყველაფერი. და წინდა მინდა ვთქვა, როდესაც აბრაამის ყოფშეწირვა, აბრაამის მიერ ისააკის ყოფშეწირვაზე ვსაუბრობთ, აი ტილოებს უყურებთ, გინდა ეს ფერწერული იყოს, გინდა ეს სატაძრო მხატვრობა იყოს და რენესანსის პერიოდიდან წამოსული რაღაცა გენიალური შემოქმედება იყოს და ასე შემდეგ, ვერსად ვერ ვნახე, აი აბსოლუტურად ვერსად ვერ ვნახე, როდესაც ეს სცენაა გადმოცემული, რომ მამაშვილს თვალებში უყურებდეს, სულ სხვადასხვა მიმართულებით უყურებდი. ან ისააკს თვალი აქვს ახვეული, ამ შემთხვევაშიც აბრაამიშვილს საუბრობს რაღაც სხვა მიმართულებით იყურება, მამის და შვილის თვალები ვერ შეახვედრა ვერც ერთმა გენიოსმა, ვერ დახატა, ვერ მოახერხა ეს. და თხოვნა მაქვს, საერთოდ რომ იქნება მე ვერ მოვნახე და გამორჩა ვინმეს თუ აქვს, შეიხვედრებს ასეთ გაბედულებას, რომ დახატა ვინმე შეძლო გადმოცემა და მამის და შვილის თვალები ამ დროს ერთმანეთს გაუსწრო და ერთმანეთს შეახვედრა, ძალიან საინტერესო იქნება ეს გაბედულება. დავიწყოთ ახლა ჩვენ უშუალოდ თხრობა მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ერთ დეტალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აბრაამს ყავს 2 შვილი, ერთი ისმაელი, მეორე ისააკი, მაგრამ აბრაამთან ერთად ცხოვრობს მხოლოდ ისააკი. ისმაელი უკვე მას სახლიდან ყავს გაშვებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ისმაელი ისააკთან ერთად აღარ ცხოვრობს, ანუ აბრაამის წიაღში, აბრაამის ოჯახში აღარ არის. მიზეზი ამისი გახდათ ისაზე ვსაუბრობდით, რომ ღმერთი გამოეცხადება აბრაამს და ეთქვის, რომ უსმინოს თავის ცოლს. ხოლო მისი ცოლის სიტყვები, ანუ სარას სიტყვები ასეთია: გააგდე ეგ მხევალი თავის ვაჟთან ერთად. ანუ უსმინოს თავის ცოლს, რადგან ისააკით გეწოდო შენ ნათესავ. ანუ რასაც მე შენ გელაპარაკებოდი და გეგონა ჯერ შენ დამასკელ ელიაზარზე გადავიდო და ეს ყველაფერი, მე გეგონა ისმაელზე გადავიდო და ეს ყველაფერი. ახლა აი აქ ამ ადგილას ძალიან აკონკრეტებს ღმერთი თავის გადაწყვეტილებას და ეუბნება აბრაამს, რაზეც გელაპარაკებოდი სწორედ ისააკთან დაკავშირებით. ეს ისააკია, რომელიც გამრავდება. ეს ისააკიდან წამოსული მოდგმა, რომელიც
4 თაობა და 400 წელი მეორე ადგილასერია უცხო ქვეყნის მონობაში იქნება. ეს ისააკიდან წამოსულ ხალხს გამოიყვანე მონობიდან და ისააკიდან წამოსულ ხალხს დავამკვიდრებს სწორედ ამ მიწაზე. გამრავლების შესახებ თავისთავად ხარ ისმაილზეც არის საუბარი, 12 ბელადი გამოვა მისი წიაღიდან ძმების პირისპირი ცხოვრობს და ასე შემდგომ, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც თქვა სამამამთავრო აღთქმაში უდებს ღმერთი ა ブラ ამს, ეკუთვნის გადავა ისააკზე და არა სხვაზე. ეს გამრავლება და ეს ყველაფერი ისააკის არის. და რაც თავარია ისააკის არის რა? ისააკის არის მთავარი კუთხევა, ცენტრალური კუთხევა, რის გამოც წმინდა წერილი ყურადღებას ამახვილებს მამამთავარ ა ブラ ამზე. იკურთხეოდიან შენდამი ყოველი ტომი ქვეყანისაკენ. ისააკით გაგრძელდება შენკუთხა. ისააკიდან გამოვა ის ვისგანაც ქვეყნიერების ყველა მოთმა იკუთხება, ანუ სოფლის მაცხოვარი ჩვენი მესია. აი ესეთი გარემოა და წმინდა წერილი პირდაპირ იწყებს საუბარს გამოცხადებით. ღმერთი ეცხადება ა ブラ ამს და ეუბნება. ა ブラ ამ, აი ეს გამეორება ხშირად ხდება ხოლმე წმინდა წერილში თქვა. მოსესთან რომ მივალთ ნახავთ, მოსე ეუბნება სამუელთან მივალთ კიდე ორჯერ ხდება. ეს რაღაცა ისეთი მოწოდება, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ თხრობას გვაგულებინებს. აი ამის მერე რაღაცა განსაკუთრებული ამის შესახებ დაიწყება ხოლმე თხრობა. და ძალიან საინტერესო ა ブラ ამის პასუხი. აი ეს ახალსაც ახლა ა ブラ ამი პასუხებს, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს პასუხი არის შაბლონი რაღაცა, ეს პასუხი წაიღო ყველა წმინდანმა, არა მარტო ძველი აღთქმის მართალმა, არამედ ახალი აღთქმის წმინდანებმაც, ყველა წმინდანმა სწორედ ყველა წმინდანი სწორედ ასე შეეპასუხება ღმერთს. ა ブラ ამი პასუხობს, აქ ვარ უფალო, გაიგება როგორც მზადავა უფალო. აქ ვარ უფალო ნიშნავს იმას, რომ მითხარი რაც გინდა და მე გავაკეთებ უფალო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მზადყოფნის მომენტი. შემზადება იმისათვის, რომ რაც არ უნდა გითხრას ღმერთმა გააკეთოს. და იცის ა ブラ ამ ღმერთი რას ეთქვის ახლა. იქნება და ეუბნება შენი შვილი დამიკალო. აი ამისთვისაც გიმზად არის ა ブラ ამი, ეს აქ ვარ უფალო. წმინდა წერილის ეგზეგეტიკაში რაღაცნაირად უპირისპირდება ცოდვით დაცემული ადამის მდგომარეობას, როდესაც ღმერთი შეეხმიანება ადამიანს და ეთქვის ადამიანს სადახარ, აი სწორედ ეს სიტყვა არის მის ღმერთს ადამიანისაგან. აქ ვარ უფალო, ამას არ ეთქვის ადამი ეთქვის, რომ შეეშინდა, დაიმალა, შეშველია. ეს მისი ეს ემოციური მდგომარეობა, ცოდვა, რასაც აკეთებს ადამიანში, აკეთებს უწინარესყოლის ამას, ურთიერთობას ღმერთთან, ამ ურთიერთობას, აი ამ პირდაპირ უშუალო და მორჩილებით ურთიერთობას აბსოლუტურად ამახინჯებს და სხვა მდგომარეობაში გადაყავს. ახლა ეს მორჩილება, რომელიც უკვე ვახსენე, ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანული ასკეტური ლიტერატურაში, ამაზე შორს ალბათ ვერ გავაგრძელებ საუბარს, უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა, აი მახსენდება ძალიან იოანე კიბის აღწერილის სიტყვები თუ ისააკ ასურია, მაპატიეთ შეიძლება ისააკ ასური იყოს ავტორი, შეიძლება ამ წუთებში მეშლება, მაგრამ ერთ-ერთი მამა ძალიან ორიდან ერთია, ორი უდიდესი ასკეტი მამა გახდათ, აღნიშნავს იმას, რომ მორჩილება ეს არის ის აუცილებელი რამ, რითაც ადამიანის სულიერი სულიერად ძლიერდება, რითაც ადამიანი შეძლებს თავის კონტროლს და თავის მართვას. ეს საოცარი რამია. მორჩილება ხშირად არ ესმით ისე მართებულად, როგორაც ის ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაშია გადმოცემული. მორჩილება უწინარესყობისა გულისხმობს არასხლის დაჯერებას. მე ძალიან თქო თამას მიაქციოთ ყურადღება. სხვის დაჯერება ეს არის რაღაცა ნიშნული, რაღაცა საშვალება თავისა, მაგრამ თავი არ არის ხლის დაჯერება. თავი არის საკუთარი თავის ადმირდობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანულ მორჩილებაში, რომ შენს აზრებს, შენს ნებას არ ენტობი. აი ეს საკაკმოკვეთი, ანუ აკეთებ იმას, რაც არ გინდა და არ აკეთებ იმას, რაც გინდა. შინაგანი მორჩილება იწყება ასე. ახლა ეს უკვე ეს დიდი მოძღვარი რო ყავს და დიდი სულიერი გამოცდილების მოძღვარი რო ყავს, ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია, ის გიკონტროლებს ამას და ის მზრუნველობს შენზე და როგორც პედაგოგი, ისე პედაგოგი ისია შენთან, მაგრამ შინაგანი მორჩილება თუ არ დაიწყო, შინაგანი ხმიანობა თუ არ დაიწყო ადამიანში საერთოდ რომ მორჩილება გამოავლინოს, მაშინ რაც არ უნდა დიდი დაუყენოს მას ღმერთმა და თვითონაც რაც არ უნდა დიდთან მივიდეს, მის მორჩილებას ვერ შეძლებს. ანუ ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში ისიხასტურის ასკეტიკაშიც განსაკუთრებით კარგად არის ეს წარმოდგენილი, როდესაც ხაზგასმულია სწორედ ასეთი რამ.
არაკეთო ის რაც გინდა და აკეთო ის რაც არ გინდა. შენ თავში შენი თავის წინააღმდეგობა, შენ თავში ნებელობის დათხოვნა. აი აქედან იწყება, აი დღეს მორჩილება ესმით როგორ იმარ ვიღაცამ რაღაცა რო გითხრა, შენ იმას გააკეთებ. გარეგნული გამოხატულებით ეს ნამდვილად ასია. რომ რა ვიღაცა რაღაცა გითხრა და შენ ამას აკეთებ. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული გამოხატულებაა და თუ ის შინაგანი განწყობით, შინაგანი ღვაწლით არ იქნება, ასე ვთქვათ, ნაშუალმდგომლები და მომუშაკებული, მას არასდროს ნაყოფი არ იქნება მსგავსად იმისა, როგორც ნათქვამია, რომ ნაკებია არა ქალწულება, არამედ ქალწულება თავდადლობით გამშვენებული. ქალწულებას თავისთავად კი არა აკაცრი. ამ ქალწულებას აზრებს, როდესაც შინაგანი დამოკიდებულებით, შინაგანი ნაყოფიერი მოღვაწეობიდან მოდის. ასევე სიტყვაზე ვთქვათ, დუმარებაზეა საუბარი, ხო? დუმარება ეს გამოხატული რაც შეიძლება იყოს რა არის? გამოხატული ვიღაცა არ ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დუმარების ღვაწლშია. დუმარება იწყება მაშინ, როდესაც შინაგანი დუმარება იწყება, შინაგანი აზრების მოკრება იწყება და ამ შინაგანი აზრების თოკვა შეუძლია ადამიანს. მერია ეს დუმარება გამოხატული და მერია ეს დუმარება ნაყოფიერი. ასია ეს მორჩილებაც. მორჩილებას აქვს ძალიან დიდი, ძალიან ღრმა დანიშნულება. ეს არის შენი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება, რომელიც შინაგანი სამყაროს მოწესრიგება, რომელიც აირია, რომელიც ცოდვისაგან დაზიანდა. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება ადამიანში, როდესაც ის ცოდვით არ არის დაცემული. მისი ნებელობა, რომელიც იმას აქვს, მაქსიმი აღსარებელს აქვს ნებელობის ორისა, ბუნებითი ნებელობა და გნომური ნებელობა. ანუ ერთი ნებელობა, რომელიც ადამიანის ბუნებაშია ჩადებული და მეორე ნებელობა, რომელსაც გნომურად, ანუ თავისი იმით აზროვნებით, თავის ნებებს გამოიმუშავებს ადამიანი. ამ ნებელობას განარჩევს ერთმანეთისაგან და აი ეს ბუნებითი ნებელობა რაც არის მაქსიმესთან. ეს ნებელობა, ეს არის ის ნებელობა, რომელიც ილტვის ღმერთისაკენ, აი როგორც ტერტულიანე ამბობდა, რომ სული თავისი ბუნებით ქრისტიანი არ აქვს მნიშვნელობა, ეს წარმართი იქნება თუ გადამთელი იქნება. სული ღვთისმხილებაა და ქვეცნობიერად სული ილტვის თავისი შემოქმედისაკენ, ის თავისი ბუნებით ქრისტიანია. მაგრამ აი ეს მეორე უკვე ადამიანის იმაში რაც არის მოცემული, ხო? რამის ნების გამომუშავებაშია მოცემული. აი ეს ნების გამომუშავება ცოდვით დაცემამდე მდგომარეობაში ადამიანს რაც ხონდა, ის თლიანად თანხოდრაში იყო გნომური და ბუნებითი ნება და თლიანად მიყვებოდა საფრთხონებას. აი ცოდვის შემდგომ ეს გნომური ნება არის სწორედ არეული ადამიანში, პიროვნულ არჩევანს განაპირობებს და შესაბამისად ხდება სწორედ მორჩილებაში ხდება ამ ნების წინააღმდეგ გალაშქრება. რომელი ნების წინააღმდეგ გალაშქრება? რაც მინდა ის არ ვაკეთო. რატო? იმიტომ რომ მე როგორც ცოდვით დაცემულ არსებას სიკეთე არ მომინდება, სიკარგი არ მომინდება. პავლე მოციქულთანაც არის ხო და შემდგომ ქრისტიანულ ლიტერატურაში არის წარმოდგენილი. არავინ არ არის კეთილი გარდა ღმერთისა. მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს კეთილი. მე რა შემთხვევაში შეიძლება ვიყო კეთილი? როდესაც რაღაცას ვაკეთებ და რაც გავაკეთე, ის შეესაბამება მომსახტო სიკეთეს. ამ შემთხვევაში ვარ მე კეთილი, თუმცა თავისთავად კეთილი ვერ ვიქნები. მე სიკეთის წყაროს უნდა დაუკავშირდე რომ კეთილი გავხდე, თორე ჩემში ეს წყარო სიკეთის წყარო არ არსებობს. რატომ ამბობ ამას? ამას იმიტომ ამბობ, როდესაც მორჩილებაზე გვაქვს საუბარი, რა მორჩილებასაც ახლა აბრაამი გამოიჩენს, ეს იმდენად მნიშვნელოვანია ამ ამამთავრის ცხოვრებაში და იმდენად არის წაღებული მთელ ქრისტიანულ ასკეტურ ლიტერატურაში და წმინდანთა ცხოვრებაში, რომ პრაქტიკულად ის რაც გააკეთა აბრაამმა თავის შვილთან დაკავშირებით, ყველა მოღვაწე, ყველა წმინდანმა გააკეთა საკუთარ ნებელობასთან დაკავშირებით. როგორც აბრაამმა გაწირა შვილი, ისე გაწირა ყველა წმინდანმა საკუთარი სურვილები და საკუთარი ნებელობა და შესწირა ის ღმერთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე მახსენდება აბა დოროთეს უდიდესი ასკეტის აბა დოროთეს სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ აბა დოროთეს აქვს ძალიან საინტერესო მოძღვრება და შემდგომ გადააქვს ეს მოძღვრება, გადააქვს კი არა, უბრალოდ აგრძელებს ამ თავის საუბარს იმასთან, რა ქვია, მაცხოვრის ამ სიტყვას განმარტავს, ჩემგან ისაა, რომ მშვიდვარ და დაბალგულითა და შემდგომ ამბობს მაცხოვარი, ხო, უღელი ჩემი სუბუქარს და თურთი ჩემი უღელი ჩემი თბილიას და თურთი ჩემი სუბუქარს, ხო? აი ეს რო გაიგო რას ნიშნავს, თუ გინდაო მართლაო ეს უღელი გეტყბილოს და ეს თურთი შეგიმსუბუქდეს, თუ გინდაო მართლა გაიგო რას ნიშნავს სიმდაბლე და რას ნიშნავს სიმშვიდე, ამას ვერ მიაღწევ ვერანაირად, თუ კი არ გააკეთებ იმას, რაც გინდა და გააკეთებ იმას, რაც არ გინდა. ანუ თუ ამ შენი ნების წინააღმდეგობა შენ თავში, შენ ნებელობას არ მოსპობ და ამ ნებელობას არ გადაუქვემდებარებ იმას, ვისგანაც ის სიკეთისაგან იმართება. რაღაც ამ დაგვამდგომარეობაში უკვე აბრაამი. ჩანს აბრაამის ცხოვრება წარიმართა ისე, ჩანს აბრაამის სულიერი სიმაღლე გულისხმობს უკვე იმ საფეხურს, რომ მის ეს ნებელობა ბოლომდე აი ცხოვრობს ღმერთის ცხოვრებით.
ივანე ოქროპირი იტყვის თავის ეგზეგეტიკაში რაღაცნაირად თითქოს ა ბრ ア მი გაუუცხოდა თავის ბუნებას. ეს თავისთავადაც ეს სიტყვები კარგად უნდა გავიგოთ. ბუნების გაუცხობა არ ხდება, ბუნების რაღაცები შეძენა არ ხდება და ასე შემდგომ და შეშლილ ესეთ რაღაცები ერეთიკულ მოძღვრებებს ახასიათებს. ოქროპირი ცხადი ამას არ გულისხმობს, გულისხმობს არა ამ ბუნებასთან თვისობრივ გაუცხოებას, არამედ გულისხმობს აი ამ ცოდვით დაცემული ბუნების ძალების შემოკრებას, რომელიც მაღლდება იმ სიმაღლეზე, რომელსაც შეუძლია ის ღვაწლი აღასრულოს, საყვარელს აღასრულოს მამამთავარი ა ბრ ア მი. შესაბამისად, როდესაც ა ბრ ア მის ცხოვრებას უყურებთ და აი დღევანდელ ამ ეს ეპიზოდს მორიას მხარეში ერთ-ერთ მთაზე, მე ვიტყვით ეს მორიას მთა არის ა ბრ ア მის მიერ ისააკის ღვთისმშობლებზე საუბრობთ ისეთ ადამიანზე, რომელსაც მსგავსი სულიერი ძალები უკვე აქვს. თუმცა წმინდა წერილში ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ტერმინი, რომელიც ტერმინსაც თავისთავად ხადია ქრისტიანული ეგზეგეტიკა აქცევს ყურადღებას, ეს გახლავთ ტერმინი იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა გამოსცადა ა ბრ ア მი. აი ეს არის ძალიან კარგად გასაგები. ჩვენ წინდა წინ ვიცით თავისთავად ხადია და ახლა მას ბევრი მსჯელობა არ უნდა, რომ ღმერთი არავის არ გამოცდის. არ ჭირდება ღმერთს საჭიროებაში ეს ანათებს, წარმოუდგენელია ღმერთმა ვინმე გამოცადოს. გამოსა შეიძლება მჭირდება მე ვიღაცის ატვიტო მე ყოვლისწოდნეობის თვისება არ გამაჩნია და ვიღაცა უნდა გამოცადო რომ რაღაცაში დავწუნდე ღმერთმა რომელმაც ყველაფერი იცის წარმოუდგენელია ვინმე გამოსცადეს ამიტომ ყველა წმინდა მამა ვინც ხელს კიდებს ამ ადგილს და წერს და თავისთავად ხადია სრულად თანხმდებიან ამ დეტალზე რომ გამოსცადა ნიშნავს არა ის რომ ა ბრ ア მისაგან რაღაცა ისეთი გაიგო რაც თქვა ჯერ ა ბრ ア მისაგან მან არ იცოდა არამედ გამოსცადა ეს უკუ პერსპექტივით არის დასაკითხი ანუ ა ბრ ア მს დაანახა რაღაცა უფრო მეტი ა ბრ ア მს წარმოადგენა ა ბრ ア მის სულიერი ძალები გამოახატინა იმ დოზით რა დოზით ეს ა ბრ ア მს ხონდა და ჯერ მას ეს გამოხატული არ ხონდა როგორც ერთ-ერთი ეგზეგეტი ამბობს მე ახლა ზავთომ დამავს ამ ეგზეგეტის ძალიან საინტერესო მფრობელი გახლავთ და ის უკვირდება წმინდანების ცხოვრებას, განსაკუთრებით მოწამეების ცხოვრებას და უკვირდება და ამბობს ასეთ რამეს, რომ აი როდესაც ასეთ უზემოეს ღვაწლზე მიდიან, როდესაც რაღაცა საოცრება უნდა გააკეთონ, ისეთ საოცრება, რომელსაც ერთეულები შეძლებენ, რაღაცნაირად თითქოს და აღმოაჩენენ თავიანთ თავში ისეთ რამეს, რაც მაქამდე იდო მათში, მაგრამ ამის გამომზეურება, ამის აღმოჩენის საშუალება არ ქონიათ. ეს მართლა ძალიან საინტერესო მომენტია. და ამიტომ ჩვენ აქ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამას, ვინაიდან ეს მომენტი კარგად თუ არ დავიჭირეთ, ა ბრ ア მთან დაკავშირებით თელი ეს თხრობა რაღაცა ლეგენდა და ზღაპრად მოგოჩვენება. ეს არის ისტორიული მოვლენა და ეს არის ცხადი მოვლენა და ეს არის სამარის რა ქვია, მართალი ამბის აღწერა და არა რაღაცა ლეგენდა და რაღაცა სიმბოლოები. რატო ვამბობ ამას? აი, როდესაც აი ამ ნებელობაზე ვსაუბრობ, ნებელობა რომელიც ბოლომდე არის მისადაგებული საფრთხონებას და ადამიანი ავლენს იმ სულიერ ძალებს, რომელიც სულიერი ძალების გამოვლენის საშუალებას სხვა შემთხვევაში მას აბსოლუტურად წარმოუდგენელია ვერ ექნებოდა, ჩვენ ყოველთვის გვიჩნდება ხოლმე კითხვა, აი რატომ არის ხოლმე ადამიანი, რომელიც ეწამება და ამ წამებაზე უარს არ ამბობს, განა არტყივა? განა რაღაცა დიდ ტანჯვას არ იღებს, აი რატო არის ტკივილის სიყვარული საიდან იბადება, ტანჯვის სიყვარული საიდან იბადება, ერთგულების სიყვარული საიდან იბადება, საიდან მოდის ეს ყველაფერი. აი ძალიან საინტერესოა, მე შეიძლება თავის დროზე ეს კი მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. საინტერესოა მეგობრებო, აი ყოველ წმინდა ღვთისმშობელს ეცხადება მთავარანგელოზი გაბრიელი, როდესაც ის ახარებს და ეუბნება, რომ აი ის შობს ძეს და გახსოვთ თქვენ ახლა ეს დიალოგი. აი იქ არის პაუზა, საოცარი პაუზა გაბრიელის მახარებლობის შემდგომ ღვთისმშობელმა უნდა თქვას ახალ ხევალი უფლისა. სადაც ამას არ იტყვის ეს სასწაული, ეს ენით მიუწვდომელი და გონებით მიუწვდომელი და ენით გამოთქმული სასწაული არ აღესრულება თავისთავად ხადია. და ისმის ხოლმე კითხვა, რომ შეეძლო თუ რა ღვთისმშობელს უარი ეთქვა. თავისთავად ხადია, მას პოტენციაში ნებელობა შენარჩუნებული აქვს და თავისთავად ხადია მას შეუძლია თავისი ნებელობა ნებისმიერი მიმართულებით ამოძრაოს. მაგრამ იმდენად რამდენადაც ის ხოვლა წმინდა, იმდენად რამდენადაც ის ტაძრად გამზადებულია ღვთისა, მას მისგან ერთადერთი პასუხია მოსალოდნელი, ეს არის დადებითი პასუხი. უარს არანაირად არ იტყვის, რაღაცა კარგად თუ გამიგებთ ვიტყვი, ვერანაირად ვერ იტყვის, რატომ? იმდენად აქვს თავისი ნებელობა შესაბამებული საფრთხო ნებელობასთან, რომ აუცილებლად უნდა დაეთანხოს. იმიტომ კი არა, რომ თავისუფლება აქვს დაკარგული, იმიტომ კი არა, ნებელობა აქვს დაკარგული, არა, ეს ნებელობა იმდენად აქვს მიჯაჭვული ღმერთზე, რომ აუცილებლად იმას იტყვის, რასაც ღმერთს ამბობს.
და ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება. თითქოს და ვერ ხვდები ჩვენ აი როგორ შეიძლება იმას საფრთხად გავიგოთ, ჩვენ თავისუფლება როგორ შეიძლება გავმართოთ. თავისუფლებას ბოლომდე ვერ გავმართოთ. ერთადერთი პარამეტრი, ერთადერთი საზომი, ითაც შეიძლება თავისუფლება გაიზომოს, ეს არის წაწესასწორებელი. და ჭეშმარიტი თავისუფლები იქ არიან. არა ისინი, რომლებიც უარს ვერ ამბობენ, იმიტომ რომ რაღაცა დაემონენ, არამედ იმიტომ რომ უარს არ იტყიან, იმდენად შეიყვარეს ის, ვისაც დაემონენ და ვისთანაც ტოლის სურვილი გაუშვათ. წმინდანები, მოწამეებიც ასე არიან სწორედ. ის მოწამეობაზე უარს ვერ იტყვის. იმიტომ კი არა ტანჯვა უყვარს, იმიტომ კი არა მაზოხისტი არა, იმიტომ რომ იმდენად არის საფრთხო, რომ ის ღმერთთან ურთიერთობაზე უარს არ იტყვის არასოდეს. ეს აი ყველაფერი ეს მოდის ამ ნებელობის, აი ამ მორჩილების, ამ ნებელობის ღმერთის ნებელობასთან მიმართებით. სწორედ ასე მდგომარეობაში აბრამი როდესაც პასუხობს აქავარ უფალო. აი ეს ამ ტერმინს აი პასუხს მოვაყოლე ეს ყველაფერი, აქავარ უფალო. ეს გახლავთ ყველა წმინდანის მახასიათებელი, ყველა წმინდანი გახდა სწორედ ამიტომ. მათ უპასუხეს ღმერთს, აქავარ უფალო, აკეთეს ის, რაც ღმერთმა უთხრა მათ. ღმერთი ეუბნება აბრამს. მოკიდე ხელი შენ შვილს, შენს ხოლოჩობით, შენს საყვარელს, ისააკს. წამოიყვანე და სადაც გეტყვი, იქ შემომწირე. ნახეთ, რა არის საინტერესო აქ. რაღაცა ძალიან დააკონკრეტა ისააკის შესახებ თხრობა გამოცხადება. მოკიდე ხელი შენ შვილს. შვილი ორი ყავს აბრამს. შენ საყვარელს, ორივე უყვარს აბრამს. შენ ხოლოჩობილს, ატუა ისააკი ხოლოჩობილი. და ისმაილი არა ყავს, მაგრამ ხოლოჩობილია აღთქმის თვალსაზრისით. გახსოვთ მე თქვენ გითხარით, რომ ის სამამამთავრო აღთქმა ერთიდან ერთზე უნდა გადავიდეს. მამობრივი კურთხევა ყველაზე გადავა, ყველას გალოცავს და სიმდიდრეს ყველას მისცემს მამა. მაგრამ ის ერთიდან ერთზე უნდა გადავიდეს. ამ ნიშნით არის ისააკი ხოლოჩობილი. სწორედ ისააკზე უთხრა ღმერთმა, ისააკეთ გეწოდო შენ ათესავ. ანუ ისააკზე გელაპარაკებოდი. და ბოლოს თითქოს და ამ სამი ტერმინით შენ შვილს, ხოლოჩობილს, საყვარელს, ყველაფერი დაკონკრეტებულია, მაგრამ ბოლოს მაინც არის დათქვამი ეს სიტყვა. ისააკზე გელაპარაკები მე, ისააკს ხელი უნდა მოკიდო და უნდა შემოვწირო. რაც უნდა ეს შემოწირვა ღმერთს. ღმერთმა ხო ერთ შვილზე უკვე გაუკეთა საოცარი რამე, გააშვებინა სახლიდან. ძალიან ძნელია შვილს სახლიდან უშვა. და ისააკზეც იგივე უთხრას. ისააკზეც უთხრათ გაუშვი სახლიდან. ამით მოუკლას მას შვილი. ამით აღარ იყოს აბრაამთან ისააკი. გაუშვა სახლიდან მორჩა და გათავდა. მაგრამ არა, აქ რაღაც უფრო მეტი ხდება ვიდრე სახლიდან გაშვება. სახლიდან გაშვებული როა, სადღაც ღმერთის იმედი გაქვს, რომ აი იქ ცოცხალია, ჩადიხარ, აკითხავ და მაინც ამით სულთმულობ. არა, აქ სხვა რაღაცა უნდა მოხდეს. ისააკი უნდა მოკვდეს. ეს არის ისააკის სხვაობა ისმაილისაგან. ისააკის სიკვდილთან ასე უნდა იყოს წინაყარი, სხვანაირად თხრობა ვერ გაგრძელდება. ამიტომ როდესაც იოანე ოქროპირი, ორიგენეც და ერთი ირინეოს ლიონელი, როდესაც ამ ადგილზე საუბრობენ, ასეთ რამეს ამბობენ, რომ აი ამ გამოცხადებით ღმერთმა წინ გამოსახა თავისი საყვარელი ძის სიკვდილი ამ ქვეყანას. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, მხოლოდ სიკვდილში დევს რაღაცა საიდუმლო. სიკვდილია ის, რითაც უნდა გააგრძელოს ისააკმა სამამამთავრო ხაზი. ჩვენ თუ გადავხედავთ მათემახარებლის გენეალოგიას, ჩვენი მესიის გენეალოგიას, რომელიც მათემახარებელს აქვს დაწერილი, ეს გენეალოგია გახლავთ მეგობრებო საფეხურები, სიკვდილის საფეხურები, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯი იარა და მივიდა იქამდე, იმ უზენაესამდე, იმ ენით გამოუთქმელამდე, რომელიც ასევე ამ სიკვდილში შემოვიდა, სასიკვდილო საფეხურზე დადგა. ვერც ერთის წინაშე დამდგარმა სიკვდილმა ვერ გააკეთა ვერაფერი, სანამ ეს სიკვდილი მთლიანად არ მოკრიბა თავის თავში ჩვენმა მაცხოვარმა და არ მიაკლა ჯვარს თავისი სიკვდილით. შესაბამისად, ისააკი უნდა მოკვდეს და ამის წინ არის გამოსახული ქრისტიანული ეგზეგეტისათვის ის დიდებული მოვლენა, რასაც მაცხოვრის სიკვდილი და მკვეთრი თანხმობა ეწოდება. აი ამის შემდეგ წმინდა წერილში წერია ფრაზა, რომლის გაგება არის წარმოუდგენელი. აი პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ფრაზა, როდესაც მოსე წინასწარმეტყველმა ჩაწერა, ძალიან დიდ სათამამეზე წავიდა. თუმცა ჩვენ როდესაც შემდგომ გავაგრძელებთ თხრობას, გავაგრძელებთ კითხვას, გავეცნობთ წმინდანებს, შემდგომ გავიგებთ თურმე ეს ფრაზა რას ნიშნავს, თორემ ჩვენ ახლა ახალი აღთქმის გადასახედიდან რო არ ვიყურებოდით ამ ფრაზას, რომელსაც თქვენ ახლა გეტყვით, სრულიად გაუგებარი იქნებოდა. წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები. დილით ადრე ადგა აბრაამი.
საოცარი რამე. ძირითადად რადგან აბრაამი ნიშნავს შხამებს. ძირითადად ადრე აბრაამი ნიშნავს რომ დროზე უნდა დაიწყოს ახლა იმის კეთება, რაც უთხრა მას ღმერთმა. როგორ შეიძლება ეს როგორ შეიძლება ლოგიკაში ჩავაჩინოთ ეს, როგორ შეიძლება ეს წარმოვიდგინოთ. ჯერ ძნელი წარმოსადგენია ის რომ აბრაამი არ ეპასუხება ღმერთს. აბრაამი ღმერთს არ ატყობს ადგილად ჩემი შვილი სიკვდილი, მოდი მე შეგაკვნები. რატო უნდა მომიკლე, მოდი ისმაელი ვიცახლიდან გაუშვი. ამას თუ არ ამბობს ეს ძლივს გადავიტანეთ, ამას ძლივს შევეჩვიეთ ამას. და ახლა კიდევ ახალ რაღაცას გეუბნება წმინდა წერილი, დილით ადრე არ გაუჩქარობს ამის გაკეთებას. სრულიად გაუგებარია, აბსოლუტურად გაუგებარია. ამის გაგება შეიძლება მხოლოდ იმ პარამეტრებით, ამ პარამეტრებსაც წმინდანები მთავაზობენ. მე მახსენდება ძალიან საინტერესო მომენტი, როდესაც წმინდა პეტრე მოციქული არის, ისა რა ქვია, დათხოვებული და მას დახვრეტას მიუსჯიან. და რომ უნდა დახვრიტო, ხო წინა დღეს ეკლესია დღესასწაულს კიდევაც ამოვლენას ანგელოზი შედის და თავისუფლებს მას. გახსოვთ რა წერია ენთრობაში, ანგელოზი რო შევიდა, რა უკრა წმინდა პეტრეს აშვება, აღვიძებს. დაიძინა, კაცო, კაც ახვედა, მიჯირი და ეს გადაწყვეტა დაიძინა. არ ღელავს ამაზე, არ არის ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ. სხვანაირად ცხოვრობენ, სხვანაირები არიან, მათი გაგება ძალიან ძნელია. ისევე ძნელია, როგორც ძნელია და რთულია გავიგოთ, რომ აბრაამი დგება დილით ადრე და ჩქარობს იმის გაკეთებას, რაც უნდა, რაც დაავალა მას ღმერთმა. მოკიდებს ხელს ის აქვს, ორ სახურ ბიჭს, ვირს აკიდებენ შეშას და დაიძვრებიან მორიას მხარისაკენ. ახლა ეს მორიას მხარისაკენ დაიძვრებიან ის ჩვენ ვიცით. აბრაამი თავის დროზე იქიდან რომ მიდის. ხო? ეს ადგილის ზუსტი ლოკალიზება არის ის საკითხი. ამას გაიგებს მესამე დღის მერე. თავიდან ის გამოვიდა სახლიდან. მაგრამ სად უნდა წავიდეს, რამდენ ხანს იაროს ეს არ იცის. ყურადღება მიაქცევთ ძალიან საინტერესო მომენტს. მე მინდა ძალიან კარგად დაიმახსოვროთ, ეს არის მორწმუნის დამახასიათებელი მომენტი, რასაც მე თქვენ ახლა გეტყვით. სხვანაირი მორწმუნეობას ღმერთი არ იღებს. ღმერთი მხოლოდ ამგვარ მორწმუნეობას იღებს. და რატო ამას ახლა გეტყვით? ნახეთ. აბრაამმა არ იცის, სად უნდა იაროს და რამდენი უნდა იაროს, მაგრამ აბრაამმა იცის, რატომ უნდა იაროს. ამას მიაქციეთ ძალიან ყურადღება. სცენა ესე კი არ მიდის. აბრაამს ღმერთი კი არ ეუბნება, წამოდი, სადაც გეტყვი და მე ვიცი, რაღაცა უნდა გაგაკეთებინო და აბრაამ არ იცის, რატო ეძახის ღმერთი და როა იყავს თაზე ეთქვი, მე კი არ ეთქვეს ღმერთი, აქ ემიტომ ამოგიყვანე, რომ ისააკი უნდა დამიკლავო, არა, თავიდანვე უნდა იცოდეს. ამას ყველა წმინდა მამა აქცევს ყურადღებას. რომ აბრაამმა თავიდანვე უნდა იცოდეს რატომ მიდის. სად მიდის და რამდენს მიდის არ ეწოდინება. მაგრამ რატომ მიდის უნდა იცოდეს. აბრაამის სახლიდან მოხმობაც ასე მოხდება, ხო? მამის სახლიდან გამოყვანა, ხო? აბრაამ დატოვე შენი ისა, დატოვე და გამოდი. წადი იქ სადაც მე გეტყვი, რატო? იმიტომ რომ ღმერთს უნდა ასე და ღმერთი იმისგან დიდხანს ისა ქვია, მიზანი იცის, მაგრამ სად წავა ეს ყველაფერი როგორ გაკეთდება არ იცის აბრაამ. ეს არის მორწმუნის ცხოვრება, ეს მორწმუნეობის დამახასიათებელი და რას ვამბობ? რას აქცევენ მამები ყურადღებას? თუ კი პირიქით მოხდებოდა, ანუ აბრაამს თავიდან არ ეწოდინებოდა რა მიზეზით მიდის ის მორიას მხარისაკენ და ავიდო და ამთაზე ეთყო და ღმერთი აი ამიტომ მოგიყვანე და დამიკალი ახლა შვილი. აბრაამი იქაც შეიძლება იმას გააკეთებდა, მე ვერ გეტყვით კაზუისტიკას გავარბეს ქრისტიანობა, მაგრამ ამ შემთხვევაში რა იქნებოდა? აბრაამის გადაწყვეტილება იქნებოდა დამოკიდებული და დაფუძნებული რაზე? აფექტურ მოქმედებაზე, რელიგიურ რაღაც აქტინებაზე, რაღაც ისეთ რამეზე, რასაც თან არ სდევს ის სული, რა სულის ქრისტიანობისათვის არის დამახასიათებელი. მამები სწორედ ამას აქცევენ ყურადღებას. აბრაამის ღვთისმსახურება უნდა იყოს როგორი? გააზრებული. აბრაამი შინაგანად უნდა იყოს განწყობილი, შინაგანად უნდა იყოს აბრაამში ეს პროცესი აბსოლუტურად დაღვიდებული. ეს არ უნდა იყოს აფექტის, ეს არ უნდა იყოს ინსტინქტების გამოვლენის მდგომარეობა. ეს უნდა იყოს სრულიად გააზრებული მდგომარეობა და თუ გადავხედავ ჩვენ ქრისტიანობას, ქრისტიანობა არის ის საოცარი რელიგია, რომელშიც ღმერთი მორწმუნისაგან კატეგორიულად მოითხოვს. არა მამიმდევრობას ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ გააზრებულ მიმდევრობას, გააზრებას იმისა, ვის ემსახურები და ვინ არის ის, რომელიც არის შენი ღმერთი. სხვა აი მე ჩვენ მერე მივვალ ცოტა მოგვიანებით და ვიტყვით, ოსე წინასწარმეტყველი შეეკითხება ღმერთს, ვინა ხარ, რა ქვია შენი, რა არის შენი სახელი, რომ ისრაელს უთხრაო და მე რას უპასუხებს ღმერთი ამას თავის ადგილას ნახავთ, მაგრამ აი ეს სურვილი დიდ მორწმუნეებს ყოველთვის ჰქონდათ, იმიტომ რომ ნამდვილი მსახურება, ნამდვილი მორწმუნეობა ვერანაირად ვერ შედგება, თუ კი არ იცი ვის ემსახურები, თუ რაღაცა მიიღმიერ საკრამენტალურ ძალას ემსახურები, რომელსაც ღმერთს არ ქმნავ, მაშინ აუცილებლად მორწმუნისაგან მივიღებთ რას? ფანატიკოს.
აუცილებლად მივიღეთ ფანატიზმს. იმისათვის რომ ფანატიზმს გაექცე, იმისათვის რომ ფანატიზმი არ იქცე შენი რელიგიური ცნობების გამოხატულებად, შენ აუცილებლად უნდა იცოდე ღმერთი, უნდა იცნობდე იმ ღმერთს, რომელსაც მსახურები და უნდა იცოდე ის მსახურება, ნამსახურები და წელსახურები. მით უფრო ხაზგასასმელია ეს ქრისტიანული რელიგიისათვის მარტივი მიზეზის გამო. ღმერთი თვითონ მოვიდა, თვითონ გაგვეცხადა, თვითონ გაგვეცნო, თვითონ გვითხრა ვინ არის ის და შესაბამისად ეს ყველაფერი არის აზრი შემოგრება ამაში. Xogarad utkvat Abrahami უნდა წავიდეს, არ იცის სათმითის, არ იცის ამდეხასიმის, მაგრამ იცის რატომითის. ეს ძალიან ეხლა აქ არ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, მაგრამ შემდგომ როდესაც ჩვენ ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსებაზე ვისაუბრებთ, იქ ვიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ქრისტიანისათვის, მორწმუნისათვის დრო და ადგილი უმნიშვნელოა, მისთვის მოვლენა მნიშვნელოვანი, ანუ დროსივცულ აი ამ პარამეტრებს გადააბიჯებს ქრისტიანი თავისი ცხოვრებით და მოვლენას უყურებს. აი ამიტომაც არის თუ დააკვირდებით, მაცხოვარი თავისი მეორე მოსვლის იმას რას ამბობს, დროს ამბობს, არ ამბობს დროს, რას ამბობს, მოვლენებს ამბობს. მოვლენებით იზომება დრო და არა იმით ასტრონომიული იმით. ქრისტიანი მორწმუნე ასე ცხოვრობს, მორწმუნე დროში არ ცხოვრობს, მორწმუნე მოვლენებით ცხოვრობს. მას სხვა საზომი აქვს, სხვა პარამეტრი აქვს, ღირებულებათა ეს საზომი, სხვა ღირებულებით დროში მოაქცევს მას. სხვაგვარად ვთქვათ, ის რასაც ახლა აბრაამი გააკეთებს, რომ აიყვანს მთაზე შულს და ჩვენ ვიცით ყველამ, ხო, დაკლავს, კი, ფიზიკურად არ მოკლავს, ის საკის სისხლი არ დაიღუება, მაგრამ შინაგანად გაწილული ყავს, მას როგორც ყველა წმინდა მამა ამბობს ამას, ხდება რა აფექტის მდგომარეობა, შენებიც აბრაამი ამას სრულიად გააზრებულად აკეთებს. მართლა წმინდა წერილი გვესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ 3 დღის განმავლობაში მიდიოდა აბრაამი აი მხარისაკენ, რომელიც მორიას მხარის სახელით იქნება ცნობილი და ეს 3 დღე ძალიან საინტერესო 3 დღე. წმინდა წერილი თავისთავად სადი ამას არ აკონკრეტებს, ამ 3 დღეს არ აკონკრეტებს, ამ 3 დღის შესახებ ისეთი დაწვრილებითი თხრობა მას არ აქვს. მაგრამ რაც გვითხრა ისიც საკმარისია, რაც გვითხრა ისიც აბსოლუტურად გასაგებია. შეიძლება ეს 3 დღე არის ის 3 დღე, როდესაც ყოველ დილით ადრედგება აბრაამი. ეს 3 დღე არის ის 3 დღე, როდესაც ყოველ დღე თვითონ ნაბიჯით უახლოვდება რაღაცა ისეთ საკრამენტალურს, რომლის გააზრებაც კი მას არ შეეძლო. რას ნიშნავს გააზრება არ შეეძლო? ჩვენ ახლა ამას ვიტყვით. ჩვენ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ მეგობრებო იმას, რომ აბრაამის დიდი ყვავილის კი არ შეგვიძლია. არა, ის პროდუქტია, ის შედეგია. მისი დიდი ყვავილი სულ სხვა რამეში დევს და ახლა ვიტყვით ამას. მაგრამ ეს 3 დღე და 3 დღეა ნახეთ, რომ აბრაამი ყოველ ფეხის დაბიჯზე კლავს ისააკს. აბრაამი სანამ მთაზე ავიდა, მანამდე ყავს ისააკი დაკული, მანამდე ყავს ისააკი გაწეული, მანამდე ისააკი მოკლული. რანაირად როგორ? როგორ ბედავს ამის გაფიქრებას ეს კაცი. მეგობრებო, ნახეთ. აბრაამში უნდა გაჩნდეს ასეთი კითხვა. აბრაამის ღმერთი არის აბრაამის ღმერთი. მაგრამ მას გარშემო ყავს მეზობლები, წარმართი მეზობლები. სადაც აპრობირებულია ადამიანის ხობშეწირვა. ღმერთი ადამიანის ხობშეწირვა. ჩვენ ვისაუბრეთ ხო ამაზე, რომ ეს ადამიანის რომელსაც წირა ის ძვირფასის სისხლის უნდა იყოს. ვიღაცა ბოგანოს არ კადრებდა ღმერთს. აქედან მოდის არისტოკრატიული მდგომარეობა, ხო არისტოკრატი და არისტოკრატი არის ის, ვინც თავს წირავს და არა ის, ვინც ვიღაცა დიდგვაროვნის შვილია. აქედან მოდის რომ ის დიდი არისტოკრატი შვილს ასე ზრდის, რომ შენ შეიძლება გაიწირო, შენი სისხლი სხვანაირი სისხლი, შენი სისხლი ღმერთებს უყვარს, ღმერთებს შენი სისხლი უფრო მოსწონთ. აი ადამიანის ხობშეწირვა რო იყო, ეს ისე კი იყო ყანაში შეუვარდებოდი, გლერს და ბავშვს დაარქებდნენ. არა იმას ღმერთს როგორ კადრებდა. ღმერთს უნდა კარტულ ძვირფასი სისხლი, ძვირფასი სისხლი არისტოკრატის სისხლია. და ყველაზე ძვირფასი სისხლი რომელი იქნება ღმერთისათვის. ღვთლის სისხლი და მეორე უკვე მეფის სისხლი, რატომ? იმიტომ რომ მეფეში თავმოყრილი იყო ღვთლის და ღვთელთავის და სამეფოს სისხლი, ანუ ეს უკვე უმაღლესი სისხლი. ამიტომ იყო აი უფლისწული შეწირვა, ანუ მეფის ძის შეწირვა. ღმერთის კერპისადმი, ხო? ამაზე დიდი მსხვერპლი არ არსებობდა. ამიტომაც ეს ძალიან კარგად იცოდნენ წარმართება, როდესაც წარმართობაში გავარდა ხმა, ხო? რომ ღმერთმა თავისი ძე შესწირა და მისი სისხლი დაყვანა. წარმართებში ავტომატურად იწყებს მუშაობას ეს აზრი, რომ რაღაცა ისეთი სისხლი დაიყვარა, რომელიც აი მეფის ძეზე უფლისწულზე დიდია. ღმერთმა თვითონ თავისი შვილის სისხლი დაყვარა და ეს იყო აი ძალიან დიდ ყურადღებას იქცევდა წარმართულ საზოგადოებაში. კარგით, ახლა მას თავი დავანებოთ, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ აბრაამის გვერდით ცხოვრობენ ეს ხალხები, რომლების ღმერთებიც ითხოვენ ადამიანურ სისხლს. მეგობრებო, აბრაამში უნდა გაჩნდეს კითხვა. ვინ არის ის ღმერთი, რომელსაც გამომყევი მამაჩემის სახლიდან?
ვინ არის? აბრაამმა უარი თქვა მამების ღმერთებზე. უარი თქვა მთვარის თაყვანისემაზე, მზის თაყვანისემაზე, უარი თქვა 1000 კერპზე, რომელიც უხვად ტრიალებდა მის გარშემო. აბრაამმა 75 წლის ასაკში მიიღო ძალიან დიდი გადაწყვეტილება, ძალიან დიდი გადაწყვეტილება. და ეხლა გასულია 30 წელი, 30-35 წელი. და აბრაამი დადგა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. შვილის დაკვრის საფრთხის წინაშე კი არის. აბრაამი იგებს ასეთ რაღაცას, რომ ეს ღმერთი, რომელიც ღმერთს დაუჭერა, იგივე რაღაცას თხოვს, რასაც თხოვენ ის წარმართი ღმერთები. ხო არ შეეშალა რამე აბრაამს. რაღაცა სხვა ღმერთი ხო არ არის ეს. ტყუილა ხო არ წამოვიდა მამის სახლიდან. ტყუილა ხო არ ჩავიდა ეგვიპტეში. ტყუილა ხო არ მოხდა ეს ყველაფერი. ეს ღმერთი რო ეცხადება აბრაამს, აბრაამს ეს ღმერთი ხილული ნანახი არ აყავს. კი ეცხადება მას, მაგრამ ეგრე ის ხურუმი წამოსო, ღმერთი მეცხადებაო, ის ხურუმის რაღაცა ცრუს ასწავლებს, ანუ ილუზიებს ქმნის თავისი ღმერთების სახელით. ძალიან გავს ახლა ეს ორი ღმერთი ერთმანეთს. ძალიან გავს აბრაამის ღმერთი და წარმართის ღმერთი ერთმანეთს ორივე ადამიანის სისხლს ითხოვს, ორი ადამიანის სხვებს ითხოვს. აბრაამის გმირობა მეგობრებო, აბრაამის სიდიადე გახლავთ არა ის, რომ ისააკი გაიმეტა. ამიტომ აბრაამის სიდიადე გახლავთ ის, რომ აბრაამმა ყიცედ დადგა იმაში, რომ მისი ღმერთი არ არის წარმართების ღმერთი, სხვა ღმერთია. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეაძლებინა მას ისააკის სრულად შეწირვა და არა იმას თქვა, რომ ბრმა ფანატიკური ის ქონდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბრაამი აქ არ არის ფანატიკოსი, აბრაამი აქ არ არის ბრმა რაღაცა, მე ვიმდებარი, სრულიად გააზრებულად მოქმედებს, სრულიად. რატო? საიდან, რანაირად? ნახეთ. აი მას მიეცეთ ყურადღება. აბრაამმა ღმერთს უთხრა, უფროსად ღმერთმა აბრაამს უთხრა, ისააკით გეწოდო შენ ათესა. ანუ ისააკით გეწოდოს ასწავლოს, ისააკის შეგეცინება შვილები. რომელი ისააკისაგან, რომელიც უნდა მოკლას. და რანაირად უნდა მოკლას, რანაირად უნდა შეეცდოს ისააკ შვილი, თუ კი მოკლავს. ვერანაირად ვერ მოხდება ეს. ვერანაირად ვერ მოხდება ეს. კაცი მოკლას და მე იმას შვილი შეეცდოს, ცოლი მოიყვანოს და შვილი შეეცდოს. რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ისააკი მოკვდეს? მაგრამ მაინც იქორწინოს, რა უნდა მოხდეს? ისააკს უნდა მოვუდეს. უნდა გაცოცხლდეს. უნდა აღდგეს. დროებით უნდა აღდგეს. აი აქ შემოდის აბრაამის ცნობიერებაში აზრი იმის შესახებ, რომ ღმერთი რომელიც მიყავს, ვერ იქნება ის ღმერთები, რომელიც წარმართებს აკავს. რატო? რომ არც ერთი ღმერთი სიკვდილის შემდგომ რაღაცა ისეთი არ საუბრობს, რაზეც აი ახლა კიდია მიეცა აბრაამს. სიკვდილის მერე კიდევ სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ ამ ღმერთის შეიძლება იყოს. სხვაგვარად ვთქვათ, ახლა აბრაამი ავა ისააკს დაგნობს, მაგრამ ისააკი იქორწინებს, როგორ არ იცის. მაგრამ შემოდის იდეა, აღდგომის იდეა შემოდის. ამიტომ ცოტა მოგვიანებით მაცხოვარი იუდეველებს ეტყვის საუბრისას, მამასა თქვენს აბრაამს უნდოდა ეხილა დღესე ჩემი, იხილა და განიხარა, სად დახა ქრისტემ აბრაამი. ეკითხებიან, ხავს წოვანება ხელს არ მიწყობს არაფერი, შენ აბრაამი სად დახე? და მაცხოვარი პასუხობს. პირველ აბრაამის ყოფამდე მე. სად დახა მართლა აბრაამმა მაცხოვარი? აბრაამმა მაცხოვარი ნახა სწორედ აქ, აღდგომის იდეაში. მე ვნახავთ იმ კრავში, რომელიც კრავსაც უბრალოდ ვერჩი, რომელიცაც დაკავს ისააკის წინ, მაგრამ აი აქ შემოდის აბრაამში აღდგომის იდეა. იდეა იმის შესახებ, რომ ღმერთი თუ ის არის ღმერთი, მაშინ ამ ღმერთს რამ ვერ უნდა აჭობოს. სიკვდილმა მისი სიტყვა გაცილებით მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე სიკვდილი, რომელიც ადამიანში ყოფობს. იობი, მართალი იობი, სწორედ აქ მიდის. მართალმა იობამ ვერ გაიყვნა დააშო. მეგობრები უჩიჩინებენ ამას. რაღაცა ცოდვის გამო მოგივიდა ეს ყველაფერი. არა, იობი სხვა რამეს ეძებს. და იობს ჩნდება დაუძლეველი კითხვა. იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი რომელიც ყველგან არის, ის ხო ტანჯვაშიც არის. ის ხო ტანჯვაშიც არის. და რა თუნდა ღმერთს კნილების ტანჯვა. და იობი მივა აქამდე. იობი მივა იქამდე, რომ არ შეიძლება ღმერთი, რომელიც ადამიანში ტანჯვაშიც არის, ეს ტანჯვა მისიც არ იყოს. და ტანჯვის ბიღმა რაღაცა დიდი, რაღაცა საოცრება არ იდგეს. აი დიდი მამები მიდიან აქამდე. მეგობრებო, აბრაამის სიდიადე გახლავთ სწორედ ეს. თის ძირში სანამ ის სიარულს დაიწყებს. 3 დღის განმავლობაში ეს ხდება სწორედ. 3 დღის განმავლობაში აბრაამი ისააკს კლავს, 3 დღის განმავლობაში აბრაამი ღმერთს იძიებს და 3 დღის განმავლობაში აბრაამს ექნება სწორედ აი ამ იდეას ამისვლა, რომ ეს არის ღმერთი, რომელიც არა მხოლოდ
ის არ აქვს რომელიც შეიძლება ყვდებიან, არამედ რომელიც აცოცხლებს სიკვდილის მერე სიცოცხლეს. არა, იმ ქვეყნიური სიცოცხლეს, იმ ქვეყნიური სიცოცხლეზე არ არის საუბარი. ეს თავისთავად ხალხი ათეიზმი არ არის, მაშინ იმ ქვეყნიური ყოფობის ყველა ჯერა. არა, სხვა სიცოცხლეზეა საუბარი, რომელიც სადღაც კი არ გრძელდება, რომელიც აქ ბრუნდება და სწორედ ამიტომ ამბობს ირინეოს ლიონელი, ამიტომ ამბობს იონე ოქროპირი, თხოვის თავში რაც შემოგთავაზეთ, რაც გითხარით, რომ ღმერთმაო ამ გამოცხადებით აბრაამ წინ გამოცხადა თავისი ძის დების სასწაული. თის ძირში მივლენ, ხო, მესამე დღეზეა რა თქვამი, აღიხილა თვალი თვისნი აბრაამ და იხილა. აი თვალის ახილვა ჩვენ შეგვდა ეს ტერმინი, რომელსაც სამი სტუმარი მოდიოდა აბრაამთან, ეს თვალის ახილვა ნიშნავს არა ფიზიკურად რაღაცის დანახვას, არამედ გონების თვალით მოხილვას, რაღაცას მიხვდები, აი გონებაში აზრი შემოგივა, ეს გონების თვალი აგეხილება, ეს ტერმინოლოგიურად ამას უფრო ნიშნავს ეს ტერმინი და აბრაამმა დაინახა ის ადგილი, შორიდან დაინახა ის ადგილი, სადაც უნდა აიყვანოს ისააკი და დაკნას. მეგობრებო, ხა ეს ადგილი ამ ადგილის ლოკალიზება არის ძალიან საინტერესო. ეს ადგილი ახლა ისა რა ქვია ეს ადგილი ეცით მორიას მთა სადაც სოლომონი აშენებს ტაძარს ოღონდაც ამ ტაძრის წმინდა სადაც იდგება ამ ტაძარს ქონდა ძალიან საინტერესო არქიტექტურა და ესე იგი ზომებში აღჭდებოდა პარამეტრებში ზომებში აღჭდებოდა წმინდა ის სუფთა კუბის ფორმის იყო სხვა პარამეტრების იყო წინა ნაგებობა, რომელსაც წმინდა ერქვა და ეს ბითქმული რაც იყო წმინდა ის იყო კუბის ფორმის, ან ზემოთ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სივრცე უნდა დარჩენილიყო. და ზემოთ სივრცეს არ დატოვებდნენ, ვინაიდან ტეხილებით არქიტექტურა აკეთებოდა, ეს ფინიკური არქიტექტურა უნდა იყოს ზემოთ უნდა აწეულიყო. შესაბამისად, აი ამ გორაზე დაადგა სოლომონმა, აი ის რა ქვია წმინდა, ანუ ტაძარი, რომელსაც ის ააშენებს. ამიტომ როდესაც აბრაამის თვალის ახელვაზეა საუბარი, იუდაური ეგზეგეტიკა არა სხვა თავშორის მარტო იუდაური არა, მაგრამ იქაც ხდება არის ნათქვამი, რომ აბრაამმა წინ დაინახა ის მსხვერპლები, რა მსხვერპლებიც იწირებოდა ამ თასა. აბრაამი ეუბნება თავის მსახურებს. დარჩი თქვენ აქ, სხვადასხვა ეს მსახურები და ვირი აორიგეესთან გაგებულია როგორც ძველი აღთქმის ეპოქა, რომელსაც ვერ შეძლო ემსახურა, სხვა შეცილით ვერ შეძლო ემსახურა ღმერთისათვის და მე კიდე სხვა სიმბოლოებიც აქვს, ეს ორი მსახური ბიჭი, სიმბოლოა მორჩილებისა და სიყვარულის, ანთამორჩილებისა და თავდაბლობის, რომელსაც შეგეძლია ემსახურა ღმერთს და ასე შემდგომ ეს ახლა ძალიან საინტერესო არის, თავარი ახლა მოთხრობაში გახლავთ ის, რომ აბრაამი ეუბნება მსახურებს, თქვენ აქ დარჩით, და ეს მოწვილი ავართ, უფალს ვემსახურებით და ჩამოვართ. აი ამისთვის გვინდოდა ამის სათქმელად გვჭირდებოდა ყველაფერი ისაც ვილაპარაკეთ. აბრაამი ამბობს, ავა დაკლავს ისააკს, მაგრამ ისააკთან ერთად ჩამოვა აუცილებლად. მასთან ერთად დაბრუნდება. როგორ არის, მაგრამ აი ეს ყველაფერი მოხდება. ძალიან საინტერესოა გზა თიზრიდან თამდე იმ ადგილამდე, სადაც უნდა შეიცილოს სხვები. შეშა და ცეცხლი მიაქვს აბრაამს, დანასთან ერთად შეშას აკიდებს ისააკს, დანა და ცეცხლი მიაქვს თვითონ და დაიძვებენ. ისააკი ამ პერიოდში მეგობრებო უნდა იყოს 12-15 წლის, სადღაც აი აქ. ეს ის ასაკია, როდესაც მას შეშის ტარება შეუძლია თავისი ზურგით. ისააკი მიჩვეულია მამასთან ერთად სიარულს და სამსხვერპლოების აგებას, ისააკი მიჩვეულია მამასთან ერთად მსხვერპლის შეწირვას. მაგრამ ისააკს ვერ წარმოუდგენია სახელიდან რო წამოვიდნენ. შეშა კი წამოიღეს. ცეცხლიც წამოიღეს, დანაც წამოიღეს. ისააკისათვის გაუგებარია. სად არის ის ვისაც ყველაფერი ეს არის საჭირო. ისვის ხოლმე კითხვა განა გზაში ისააკი არაფერს შეეკითხა მას. ქრისტიანული ეგზეგეტიკა ამ კითხვას დუბილით პასუხობს, არაფერს არ ამბობს. მაგრამ არის ხოლმე მცდელობები იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამი ისააკს 9 დღის განმავლობაში პასუხობს იმას, რასაც ახლა უპასუხებს ამ მთაზე ასვლის პერიოდში. აი ისააკი ეკითხება მამას, მე გვაქვს შეშა, მე გვაქვს დანა, მე გვაქვს ცეცხლი, ხო? და სად არის ზვარაკი ჭარბული, სად არის სამსხვერპლო? და აბრაამი პასუხობს, ღმერთი თვითონ გამოარჩენს თავისთვის სასურველს. აი ეს გახლავთ აბრაამის გზა. ღმერთს ასურვებ. აი მე მახსენდება ხოლმე ხა
დიდი პარალელის გაკეთება არ მინდა, მაგრამ ახსენდება მისი უწმიდესობის სიტყვები, რომელიც ყველაზე დიდი საქმე და გააკეთეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ცხოვრებაში, უწმიდესობის პასუხი ესეთი რაღაცა არასდროს არ მეწინააღმდეგებოდი საფრთხეს. მიუღებოდი ყოველთვის. აუცილებლად გამარჯვებამდე, აუცილებლად ეს რადგან ასე აუცილებლად ის გამარჯვებამდე ვიყო, აუცილებლად. ხოლმე ყურადღება რას მინდა მივაქციო. აი ეს დიალოგი, ის მამისა და შვილშობის ეს დიალოგი არის და მთელი ეს სიტყვა არის ძალიან საინტერესო. ისააკი ამ შემთხვევაში გახლავთ ჩვენი მაცხოვრის წინასახე. შეშაკი იმ ჯვრის სიმბოლო, რომელიც ზედა ჩვენმა მაცხოვრებმა. საუბარი ისააკსა და აბრაამს შორის გახლავთ აი ის მიმართვა, რა მიმართვიცაც მაცხოვარი ჯვრიდან მიმართავს თავის ზეციურ მამას. ხოლო საბოლოო ტუღილი კი ის მორჩილება, გამორჩილებითაც ჩვენი მაცხოვარი ბოლომდე დაემორჩილება მამას და ჯვარზე გაწირავს თავს. 2000 თვეზე როავენ მამა და შვილი ერთად ააგებს საკურთხეველს. ისააკი ხშირად ეხმარება მამას ამ საკურთხევლის შედებაში. მაგრამ ისაც ამის შემდეგ მოხდება ეს ისააკს არასდროსად გაუკეთებია. ეს ძალიან ძიმია ამის წარმოდგენა, რომ აი აქ ამ მომენტში, როდესაც აი ყველაფერი მზადაა, საკურთხეველი აგებულია, შეშა დაწყებულია და არაფერი არ ჩანს. არაფერი არ ჩანს. აი სწორედ აქ უნდა შეხვედროდა მამის და შვილის თვალები ერთმანეთს. და აი აქ ისააკმა უსიტყვოდ გაიგო, თურმე რატო მოყავდა მას მამამის ისააკით. ამიტომ წმინდა წერილში საუბარია რომ აბრაამა შეკრა ისააკი. ამიტომაც ისააკის შეწირვა ტერმინოლოგიურად სხვა ტერმინით არის გამოცემული. კადერაც ნიშნავს შეკვრას და არა სხვა შეწირვას აბსოლუტურ პირდაპირ მნიშვნელობით. ხშირად საუბრობენ აბრაამის ღვაწლზე. დიახ, აბრაამს ძალიან დიდი ღვაწლი ჰქონდა მთელი ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთ ძალიან დიდ ღვაწლს, რომელსაც იჩენს ისააკი. მარტო აბრაამი კი არ გავს ისააკს. ისააკიც თანახმა დაკლას აბრაამს. ის არ გაუქმის, ის თავში აკრევინებს და ორჩინად დაწვება საკურთხეველს. ეს გახლავთ მეგობრებო ის, რომლის გაკეთებასაც რა ვიცი, მართლა ძალიან დიდი ძალა, სულიერი ძალა ჭირდება. არა მარტო აბრაამის მხრიდან, არამედ ისააკის მხრიდანაც. და ხშირად მახსენდება ხოლმე, რატო გადარჩა სემი, რატო გადარჩა ქამი, რატო გადარჩა იაფეთი. იმიტომ რომ მამას დაემორჩილე, ორჩილების სული ჰქონდათ. რატომ არის ისააკი ძალიან დიდი. ჩვენ ისააკის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერი გვეწოდება. ისააკი მამამთავარი, რომელზეც ყველაზე ნაკლებად ისაუბრებს წმინდა წერილი. ისაუბრებს აბრაამზე, საუბრობს იაკობზე, ისააკზე 2000 წელს უთხრობს. მაგრამ ისააკის საოცრება იწყება სწორედ აქედან. ისააკი მორჩილია მამაზე, ისააკი დაწვება საკურთხეველს. მეგობრებო, ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით ისმაილსა და ისააკის განსხვავებაზე. რატომ ისააკი და არა ისმაილი? ღმერთმა წინდა წინიცის. აი ისმაილი ამას არ გააკეთებს. ისააკმა კი ეს გააკეთა. ისააკმა სამსახურზე დაწვება შეძლო. ჩვენ ამის მიზეზებსაც მივუთითებთ. ისმაილი აგარის ძით არის ნაყოფი. ხოლო ისააკის სადაც ძით არის ნაყოფი და ძით პოხვა, ძით აღზრდა წმინდა წერილში არის სიმბოლო აზროვნებით პოხვისა, აზროვნებით აღზრდისა. იმ აზროვნებას მიეცა, იმ გზას მიეცა ისააკი, რომლის ბოლოში არის უდიდესი მორჩილებით სამსახურზე დაწვება. აი წმინდა წერილში წერია, რომ აბრაამმა დანა აღმართა და გამოეცხადება უფალად დაეტყვის შეჩერდი აბრაამ. ნუ აღმართავ ხელს შენ შვილზე. რადგან ახლა კი ვნახე, გულით საყვარელი გამოიმეტეთ ჩემთვის. ამიტომ თავს ვფიცავ, ბრძანებს უფალი. კურთხევით გაკურთხო შენ და განმავლობით განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკვლავით ისაი და ქვიშაი მიწის კიდისა და დაემკვიდროს ნათესავმა შენმა ქალაქები იგი მტერთაი და იკურთხეოდიან შენ და მომარდა ნათესავი შეიმსა მომართ ყოველი ტომი ქვეყანისა. ეს გახლავთ კურთხევა, რომელიც კურთხევაც ღმერთმა აბრაამს მისცა და საბოლოოდ დაუმტკიცა იმ გზას, რომელიც მოთქმის ბოლოშიც ჩვენი მაცხოვარი იქნება წარმოქმნილი მათი მახარებლის სახარებაში. აი აქ აბრაამი გაიხედავს და დაინახავს ვერცხს, რომელიც ჩირკვებშია გახლართული. ეფრემასური ამბობს, ეს ვერძიო ქვიდან აღმოაცენაო ღმერთმაო და წინასახეობრივად გამოსახა ქალწულისაგან ჩვენი მაცხოვრის შობა. ხოლო ის ჩირკვებშია გახვეული იქ
აი ბუჩქნარის მაგილად ხეზე აქვს საუბარი იმას რა ქვია ეფრემასოს მაგრამ რაღაც სცენარი უნდა იგულისხმოდეს მაინც და კირილი ალექსანდრიის ხშირად სცენარეს და ხეს ერთმანეთს დაუკავშირებს შეიძლება ის ღია იყოს მაგრამ რადგან სცენარში ხის სიმბოლოს დაინახავს ეფრემასური ამბობს როგორც ქვიდან ამ ვერძის აღმოცენება წინასახია ქალწულისაგან მაცხოვრიშობისა ასევე ამ ხეზე მისი მიბმულობა წინასახია ჩვენი მაცხოვრის ჯვარცმისა აბრაამი ისააკს წამოაყენებს იმიდან საკურთხევლიდან და აი ამ კრავს შესწირავს მართლაც ისააკი არ უნდა დაკრულიყო რატო ისააკის სიკვდილი არაფერს არ მოიტანდა რა არის ისააკის სიკვდილი ისააკის სიკვდილი არაფერს განსხვავდება აბრაამის სიკვდილისაგან იოანე ნათლისმცემლის სიკვდილისაგან ესაია წინასწარმეტყველის სიკვდილისაგან და მოსეს სიკვდილისაგან რატო ისააკის სისხლი ვერ იცავს იმას რასაც იცავს ის წმინდა სისხლი რომელიც დაიბადა ერთ სიკვდილს აქვს მნიშვნელობა არც ერთი სიკვდილი არ არის მნიშვნელოვანი არც ერთი სიკვდილი არ არის არაფერს გამკეთებელი ერთადერთი სიკვდილი იქნება მნიშვნელოვანი და ამის შესახებ თავის დავაცხადებ ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ და ცხადია ეს მაცხოვრის სიკვდილი გულისხმობა ამაში და მისი სიკვდილით წმინდა სისხლი იღვრება და მისი სიკვდილით ყოლა წმინდა სული ჩადის ჯოჯოთებში ასეთი რამ არავის არ შეეძლო და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი უნდა გადაეტანა ისააკს ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ რომ ისააკს მოხუცებულობისას თვალს დააკლდება, დაბავდება და ფიქრობენ რომ იმხელა სტრესი მიიღო ბავშვმა აი ამ იმაზე რომ დროთა განმავლობაში ჯანმრთელობაზე აისახა ეს და თვალს დააკლდა მართლა. ჩამოვლენ იმიდან რა ქვია თიდან აბრაამი და ისააკი და ჩვენ ერთი კითხვა გადაგვჭა ეს პრობლემები დასრულდება. ერთი კითხვა გადაგვჭა რომელიც არ გვიკითხავს თუმცა ქრისტიანულ ზეკეტარიაში ეს კითხვა ისმის, საკითხვა ეს კითხვა იცოდა თუ არა სარამ ნახდებოდა აბრაამისა და ისააკის თავზე. პასუხი არ გვაქვს პირდაპირ, არა, როგორ არა პირდაპირ პასუხი გვაქვს, აი ეფრემასური პირდაპირ ამბობს არ იცოდა. კატეგორიულად ამბობს არ იცოდა. წმინდა წერილს თხრობიდანაც ჩასვა არ იცოდა. არ იცოდა. მართლაც სარა ამ დროს ცხოვრობს ქებრონში და ეს სამხრეთით არიან უფრო აბრაამი და ისააკი და ეს უფრო აი მორიასთისგან ეს სამხრეთისგან ხდება ეს ყველაფერი და ქრონოლოგიურადაც და აი ლოკალიზების ფიზიკური გეოგრაფიული ლოკალიზების თვალსაზრისით არ ემთხვევა ეს ადგილები და არ უნდა სულოდა მაგრამ ეს არ არის თავი. თავი არის სხვა. თავი არის კითხვა. რომ სწორად და რას გააკეთებთ. აი აქ მოიწება ცოტა ისე კაზუისტიკას ვხვდებით უკვე ეფრემასური ამბობს. დაეხმარებოდა ქმარს შვილის ხორცებში. პირდაპირ ამოსამოსებელს. ამის რატო ამოს ვერ გეტყვით, ვერანაირად არანაირად შემიძლია ეს ყველაფერი გავიაზრო, მაგრამ იუდაური ეგზეგეტიკა ამისაგან განსხვავებით სხვა რამეს ამბობს, ამბობს რომ ხელშეუშვიდა და ანიმაციის ავტორი ქვია. ამიტომაც ღმერთმა მოალიდა ამას ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში ამის შემდეგ წმინდა წელში იწყება თხრობა სარას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და პირდაპირ უკავშირებენ სარას გარდაცვალებას ისააკის ხორცშეწილის ამბავს გაიგო სარამ რა გააკეთავა აბრაამმა რა გააკეთავა აბრაამმა და წარმოიდგინო იცოდა ღმერთი ასაც რომ ყველაფერს აკეთებს და წარმოიდგინა რომ ისააკის მოეკნა და ამაზე დაისტრესა და ნერვიულობას გადაყვა და ამიტომაც მოხდა და ამიტომაც სარის საუბარი ისააკის ხორცშეწილის შემდეგ სარას გარდაცვალებას ახლა მე თქვენთან კითხვა მაქვს ერთი დავასრულოთ აქ თუ შემდეგი თემა დავიწყოთ. კითხვები გვაქვს ალბათ მათემა და შეიძლება ეს პრინციპში ჯობია დავასრულოთ ვინაიდან შემდგომი შეხვედრაზე ჩვენ აი რაც ახლა უნდა მომეწყო და ისააკის ხორცშეწილება ძალიან ბუნებრივად გადავა ერთმანეთში და ამიტომ ჯობია ეს თემით ამოვწუროთ. კი ბატონო. მაშინ მე მაქვს სამი კითხვა სანამ დავსვამდე ხა ეს მაინც ლექციის თხრობით სტილში ცოტა ჩვენ ვცდილობთ რაღაც დისციპლინა და მეცნიერულად რამდენადაც შეგვიძლია გისმინოთ და მოვიქცეთ, მაგრამ მინდა ვთქვა ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე გულის ამაჩოყებელი და ცემლის მომგვრელი ადგილია არა მარტო ბიბლიაში, არამედ ჩემ ცხოვრებაში, ან ყოველ ჯერზე როცა მე მას ვკითხულობ ისე როგორც უძღები შვილის იგავს ვერასოდეს შემცვლები გავებ და ყოველთვის რაღაც პოეტური ხილვები მაქვს და ძალიან რთული მომენტია ეს ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ ეს განხილვაც ახლა რამდენჯერაც არ უნდა მიიღო მონაწილეობა ყოველთვის ახალია ჩემთვის და ეს ახალს ვგებულობ სამი შეკითხვა მაქვს პირველი არის თუ არა სადმე
როცა ჩვენ წარმოვიდგენთ რა არის მამისათვის ეს 3 დღე, პირდაპირ გვახსენდება ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ ეს მზაობა ერთის მხრივ უფლისნების აღსრულებისა არ აბათილებს ან არ აკარწყლებს საშინელებას შვილის მოკლეს. და არის თუ არა სადმე ეგზეგეტიკაში ეს 3 დღე შედარებული იესოს ჯოჯოხეთში ჩასვლისთან. აბრაამის როგორც მამის შეხვედრია. ანუ ეს პარალელი არსებობს ეს პარალელი. მე არ შემხვედრია, თუმცა ძალიან ახლოს დგას სიაზრობრივად. ძალიან ახლოს დგას. არაფერი ამაში ისეთ რომელიც წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს თხრობის სულთან და კონტექსტთან. თუმცა აი შეხვედრით არ შემხვედრია. ანუ ავტორს ვერ დაგისახა. მე შეკითხვა. აი აბრაამი აი ყანა უმერთმა. ანუ ცოტა ხმალა რომ კამერაში ისმოდეს. აბრაამი ხედავს ისეთ რამეს აი ამ ჯოჯოხეთური განცდების ფასად. რომელსაც სხვა ვერას გზით ვერ ნახავდა ვერავინ. ეს არის და ამის მერე აბრაამა იცის ამხელა მსხვერპლია ღმერთისთვის თავისი ძის მოვლინება ამ სამყაროში ადამიანების გამოსახსნელად. ფაქტიურად თუ ვინმეს ეთყოდნენ მერე რომ გამოხსნა იქნება ასე ამგვარად თუმცა ღმერთის შეწირვა რომ მოხდება. აბრაამი შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი პირველი მიხვდებოდა რა მსხვერპლი გაიღო ღმერთმა ადამიანისათვის. სადაც თუ არის ესეთი ახსნაც რომ აბრაამი ამით ღმერთმა იმდენად განადიდა რომ ფაქტიურად წინასწარ ეს უდიდესი საიდუმლო აჩვენა. ცხადია თავისთავად ცხადია კი მოფიქრებას მომორი ერინოს ლეონდა პროფილი ამით იწყებენ საუბარს ოდესაც ამ თემას ეხებიან. კი თავისთავად ცხადია. როგორ არის კურსირებს ეს ისა თან რა არის თითქ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ რატომღაც ის წიაღი რომელიც წიაღიც სამუგეშო იქნება ჯოჯოხეთში მასხორის მოსვლამდე აბრაამის წიაღად არის სწორედ სახელდებული ნუ შეგვიძლია ნუ არ იყო ნაკლები ჭალებში ნუ ეს და აბრაამსაც მესკარვატი არა ნაკლები ყვაწლი აქვს ნუ ეს და საოცარი პირველ მოწამეობით ხვდება აბელი და ყვანა ხომ ჩვენ აბრაამამდე ჯოჯოხეთში იმედიანად ყოფილ. ხო ჯოჯოხეთში აი ეს წიაღი აბრაამის წიაღი ნიშნავს სწორედ ამას რომ არ შეიძლება ღმერთმა ეს ყველაფერი ახდება ამის მიღმა ამის მერე რაღაცა არის კიდე რა არის ეს არის მესია ჩვენ თხრობა ჩვენი შეხვედრებისას თხრობა დავუწყეთ ამაზე სწორედ მოლოდინი არის სისხლისა რაღაცა სისხლისა რომელმაც ყველის თავს უნდა გაჭეჭოს აი ეს სისხლი როგორ და არანაირად ეს არ ვიცი არ იციან თავისთავად ცხადია მაგრამ ამ სისხლის დაგვრის მოლოდინი სულ არის და შესაბამისად აი აბრაამი ძალიან ახლოს არის საქმის რომ ჩვენ მე თავარი ერთი დეტალი გამომჩა ბოდიშს გიხდით ძალიან კარგი რომ ეს კითხვა პასუხის რეჟიმი გვაქვს რომ რაღაცა შეიძლება გამომჩეს და გვამატებ აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია მეგობრებო საქმე ის გახლავთ რომ რადგან ისააკიდან უნდა წამოვიდეს ისრაელი ანუ ისააკი ესაც აღწევს აბრაამს ისრაელს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს ერთიდან რა უნდა ახსოვდეს ის ის არსებობს, ეს არ არის აბრაამის დამსახურება. აბრაამის დამსახურებით ისააკი მოიკულებოდა. დაიკულებოდა. ისრაელი არსებობს არა იმიტომ, რომ ასეთი დიდი მამამთავარი ყავდა, არამედ იმიტომ, რომ ასეთი დიდი მამამთავარს ასეთი ღმერთი ყავს. ღმერთმა გადაარჩინა ისააკი და არა აბრაამი. არა ეს აბრაამის ღვაწლი ისრაელში. საღვთო წყალობა ისრაელში, ეს უნდა ახსოვდეს ისას. მე ჩვენ მას სხვანაირად გავშვით და ვიტყვით. რომ ისრაელის სიძლიერის, ისრაელის სიმტკიცის აკუთხები არის ეს დიდი მამამთავრები ყავდა კი არა. ამ დიდ მამამთავრებს როგორი ღმერთი ყავდა. იმ ღმერთთან ეს მამამთავარი ჩემთვის საჭიროა. იმ ღმერთთან არ დავიწყებ ისათვის, იმ ღმერთთან ურთიერთობისათვის. და როგორც კი ამ მამამთავრის გაკეთება დაიწყება, გახსოვთ ხო? ნუ იქადით იმით რომ მამა იგვივის ჩვენ აბრაამი, ხო? აი ეს უკვე სიკვდილია, ეს უკვე საშინელებაა. აბრაამი რომ შენი მამამთავარია, არაფერს არ ნიშნავს. აი აბრაამის ღმერთი რომ შენი ღმერთია, ამით ჩინააღმდება ყველაფერი. იმიტომ რომ ისრაელს ეს კარგად უნდა ახსოვდეს. ის რომ შეიქმნა, აბრაამი რომ დიდი იყოს და ამაზე იყოს ეს დამოკიდებული, მაშინ ისააკი იკვლება და ისრაელი არ იქნება. პირიქით ღმერთია დიდი.
იმის ღმერთი, რომელიც შენი მამამთავარი იყო, ეს აზრი უნდა გქონდეთ აუცილებლად, ეს არ უნდა გამოუჩენოდა რაღაცა ძალიან მომენტზე გადავედი და რიგის კითხვასაც ვსვავდნენ და ფრეკენ ძალიან გამექცა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია მართლა ის 3 დღეცო გაიაზრო ახლა. არა, ერთი თეორიულად ამ თემაზე გამოვწევ. ხო, არა ეს ცენტრალური თემა ბიბლიაში. უბრალოდ ეს კითხვა პასუხიც უდიდესი წყალობაა ჩვენს თავს ღვთისა, იმიტომ რომ გვაქვს ადგილი კვირაში ერთხელ შევიკრიბოთ წერვის მერე და ჯერ ერთი იმ სწორედ იმ სისხლის ვეზიარეთ დღეს, რომელი სისხლის დათხევაზეც არის აქ საუბარი და ამას ჩვენი გონება ვერ წუდება და გვავიწყდება ხშირად, ანუ მგონია რომ ეს სიმბოლოა და ეს სიმბოლო ზუსტად ის სისხლია, რომელსაც ჩვენ ვეზიარეთ და მე მაინტერესებს ესეთი კიდევ ორი კითხვა მაქვს. ერთი მომენტი, რაც არასდროს არ მიმიქცევია ყურადღება და დღეს მივაქცია, არის რომ რატომ უნდა შეიწიროს მსხვერპლი ისააკის მსხვერპლს შეწირვის გაუქმების მერე, აი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ანუ აი ეს გაუქმება სახურებისა ვერ ხდება მორიას მთაზე. ანუ ისააკი გადარჩება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოიხილოს ღმერთმა ჩირგვებში გახლართული ვერძი, რომელიც უნდა შეიწიროს. და აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია და როგორ განგვიმართავს ამას იუდეველური და მით უმეტეს ქრისტიანული ეგზეგეტიკა. ხომ შეიძლება რომ ეს მსხვერპლ შეწირვა შემწყდარიყო და არანაირი ვერძი იქ არ გამოჩენილიყო და მამა და შვილი უბრალოდ უსაზღვროდ ბედნიერნი დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახურებთან მორიას ღვთის ძირში, მაგრამ ეს არ ხდება. იმისათვის რომ აქტი დასრულდეს, უნდა აღსრულდეს აბრაამის პასუხი ისააკს, ღმერთი თვითონ მოიხილავს თავის მსხვერპლს და ეს მსხვერპლი უნდა მოინახოს. მსხვერპლი ამ შემთხვევაში ვერძისა, ხო და მაგი არის როგორღაც ჩვენთვის განმარტებული. კი, როგორ არის ლევონტ? კი, როგორ არის? საქმეც ეს არის რა. აბრაამ შეწირა არა ისააკი, არამედ აბრაამის სრულშეწირვაში წინასახეობრივად გამოისახა მაცხოვრის სრულშეწირვასო. ისააკი რო დაყრილიყო, წინასახეობას მოჩებოდა, დასრულდებოდა. წინასახეობა სწორედ ეს არის, ნახე. შეიძლება მე ვერ ჩამოვყალიბე კითხვა, მე ეს თქვენ უკვე ბრძანეთ, მაგრამ მე მაინტერესებს დიდი ბოდიში ვაწოდიოთ. რა მნიშვნელობა აქვს მსხვერპლ შეწირვის ვერ შეწყვეტას? ანუ რადგან საკურთხეველი აიგო, იქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა აი ამ ცენტრალურ თემას, რაღაცა მაინც უნდა შეიწიროს, რაღაც ისინი გავიგოთ, ხო? აი ეს რატოა ასე? აი საქმეც ეს არის, ოდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისააკის სრულშეწირვას და სინამდვილეში ისააკის სრულშეწირვა კი არა, ისააკის გამეტებაა, თორემ სრულშეწირვა ისააკის არ არის. სწორად იცილება რაღაცა სხვა და არა ისა. წინასახეობრივად ქრისტიანობაში ასე. წინასახეობრივად გამოისახა სწორედ ეს, რომ რაღაცას აი ის იდეა, რა იდეა შემოვიდა აბრაამში, ეს ისააკში კი არა რეალიზებული. ეს ვიღაცა სხვაშია. ისააკის მერე რაც გამ რაღაცა უნდა დაიკლას, ვიღაცა ისეთი უნდა დაიკლას, რომელიც ისააკს აცოცხლებს. აი ამ კრავის, უკაცრავად ამ კრავის სიკვდილმა გამოიწვია სწორედ ისააკის დაუკვლელობა. ისააკი გაიმეტა აბრაამმა, მაგრამ ისააკი არ გაიმეტა ღმერთმა, სხვა გაიმეტა ღმერთმა და წინა სიმბოლოში წინასახეობად ეს ვერძია, სწორედ მაგალითად მამები იმასაც ლაპარაკობენ, რომ ისააკი მაცხოვრის ადამიანური ბუნებაა, ხოლო მაბადეთ ისააკი მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნებაა, ხოლო კრავი ადამიანური ბუნების სიმბოლოა, ვინაიდან ადამიანური ბუნების დაკლა, ანუ ერთ მთლიანობაში მოიაზრებენ ამას. ამას შორს უყურებს აბრაამი. შეიძლება ისააკს ძალიან მომშოვანი მომენტია, საკურთხეველი რომელიც აიგო, აი საკურთხეველი უნდა გაშინაარდეს. ისააკი რო დაწოდა, წამოდგა, ისააკი რატო წამოდგა? სისხლი რო დაიყვარა იქ იმაზე, იმიტომ წამოდგა. ეს რა სისხლია? ეს ის სისხლია, რომელსაც ადამი ელოდება, აბელი ელოდება, ნოე ელოდება, აბრაამი ელოდება და ყველა ელოდება. ეს ის სისხლია, რომელიც სისხლის შესახებაც არის ძველი აღთქმის ეკლესიის მოლოდინი, მესიის სისხლისა. იუდაუჯეს თავისთავად ცხადია, მესიის დასავლური სისხლი არ არის თავისთავად ცხადია, მაგრამ არის სისხლი, რომელიც მესიისთვის არის საჭირო, რომ ის მომბრძანდეს. ანუ იქ უკვე პერსპექტივით არის დაყენებული. მესია ამ შემთხვევაში მსხვილი არ არის იუდაებში, ხო? იუდაებში მესია არის გამომარჯვებელი იმისა სისხლისა, რომელიც სისხლს უყურებდნენ. ებრაელები სისხლს უყურებდნენ და მესია მოვიდა, ყველაფერს გაამეფებს და იმას იზრავს.
რაღაცა ძალიან ისეთი დეტალები მიწა. ქრისტიანობაში ეს არის სწორედ სისხლი უნდა დაიყვანოს. ანუ ის რა ქვია, აბრაამი მიდის სულ შეწირვის აღსასრულებლად. სულ შეწირვა, ანუ სულ მსახურება, ხო? ადამის ცოდვიდან მოყოლებული არის სისხლიან მსხვერპლშეწირვა. ეს სისხლიან მსხვერპლშეწირვა ვერ გაუქმდება ვერანაირად, სანამ მისი სიმბოლო, ანუ მისი ჭეშმარიტი სახე არ შეეწირება. აი იქ უქმდება. მაგრამ ისააკის დაწოლი და წამოწყობილი ეს ვერ გაუქმდება, გამორიცხულია. ეს სიმბოლო უნდა აღესრულოს. აი ბუდისტი ამ რაღაც მრავალ სიტყვებისთვის მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ლიტურგიკული მსახურების შეწყვეტის შეუძლებლობა ჩვენ ხდება ახალი ისრაელის ანუ ქრისტიანული ეკლესიის წიაღშიც ბევრჯერ მაგალითად ილორის წმინდა გიორგის სასწაულში როდესაც მწირვალ მღვდელს ნათესავები წირვის დროს შეუვარდებიან საკურთხეველში და ეტყვიან რომ თურქებმა გაიტაცეს შენი ერთ-ერთი შვილია რომელსაც ახლა გაყიდიან აი ეს აბრაამისეული გმირობა რასაც ეს ქართული მღვდელი იქ ჩადის როცა არ წყვეტს ლიტურგიას უფლება არ აქვს და აზიარებს ხალხს და ჭაღარავდება და ეზოში გამოდის და მე ამ თავის შვილს პაულობს რომელიც წმინდა გიორგი მიხსნა და დააბრუნა ტაძარში არის კიდე ერთი მაგალითი რომ ლიტურგია როცა მიდის რაც არ უნდა მაშინ რომ მიწა შეიძრეს ან მაგალითად კონსტანტინოპოლის დაცემისას სოფიის ტაძარში წირვა არ იყო დამთავრებული როცა იანიჩარები შევარდნენ და გარდამოცემის მიხედვით რომელიც ინახება კონსტანტინოპოლის ეკლესიაში 4 მღვდელმა ბარძიმ ფეშხუმნი აიღო ხელში და გაუჩინარდა სოფიის აღმოსავლეთ კედელში და ახლა იქ ხშირად გიდებს უყვებიან რომ როდესაც ბიზანტია აღდგება ეს მღვდლები დაბრუნდებიან და წირვა დამთავრდება. ანუ როდესაც იწყება ლიტურგია, მისი გაწყვეტა, აი როგორც ტრაპეზი როცა იქმნება, მისი დანგრევა აღარ შეიძლება და დედათა მონასტერი რო იყო მოსკოვში, რომლის ადგილზეც აიგო ხრამ ქრისტეს პასიცელა და იღუმენიამ გარდამოცემის მიხედვით დაწყევლა ცუდი სიტყვა, მაგრამ თქვა რომ ეს ტაძარი აქ ვერი არსებობს, იმიტომ რომ კანონიკური დარღვევით, იმიტომ რომ დიდებული ტაძარი არ მდგარიყო. დაინგრა არსებული ტრაპეზი უფრო პატარა ტაძრისა. და მე ახდა ეს წინასწარ აფეთქდა ეს ტაძარი და ეხლა ეს ტაძარი რომელიც აუზის ადგილზე აიგო, ეს უკვე არ დგას იქ დარღვევით და მას არ ემუქრება ეს აფეთქება. ხო? ბუდიში მე ვამბობ იმას რომ ეს რაღაც წინა სახესავით არის რომ როდესაც დაიწყო ლიტურგია ის უნდა დამთავრდეს რა ისააკი აღდა ვიღაცა სხვა მსხვერპლი უნდა აუცილებლად დაიკლას თორე ანუ ამ სისტემას გაშინაართეს ეს საკურთხეველი თორე არ დავინახე შემომწირე და კაი ახლა კაი კაცი ყოფილიყარ და უკან ჩავიდეს აბრაამი ეს თავისთავად ცხადია ეს აქტ უნდა დასრულდეს და აქტ უნდა დასრულდეს მსხვერპლშეწირვა თავისთავად ცხადია და ბოლოს თქვენ რო თქვით რომ და ეს ძალიან საინტერესო ამსმენი არსად სარას გარდაცვალება ამას უკავშირდება მაგას ვინ გვითხრით იუდაური გადამოცემა იუდაური და რომელსაც თქვა შორის რაღაცა დონეზე იზიარებს ქრისტიანულ ეგზეგეტიკას ანუ აქ არაფერი დევს ამაში ხო გეუბნებთ აი კითხვა რომ ეს თუმცა ეფრემასურის დამმართველობას ეწინააღმდეგა არა ეფრემასური ამბობს სპექტაკლი რომ დაეხმარებოდა არ იცოდა მაგრამ დაეხმარებოდა მაგრამ აი ამ გამარტებაში რომ წარმოიდგინა და მაგითო გადაეცვალა ეს არის აი კერძო აზრები უცხო გონია რომ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება ეს ორი უკაცრავ ეს ორი ანუ ის რომ სარა მარიცოდა და დაუშვა დავით ესე ვფიქრობ შეგაროსდა ის რომ სარა მარიცოდა დაუშვა და ის რომ ცოდნობდა რომ დაუშვა და მას გააკეთებდა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება არა ეს არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს ადამიანურ სტრესი ეს არის გარდაუვალი რა არა ძალიან ჩვენ ხო ვთანხმდებით იმას რომ ქრისტიანული ეგზეგეტიკა როცა საუბრობს მოვლენებზე ხო იქ რაღაც ეს ემოციური განცდები და ფსიქოლოგიური თაცლილია ეს ყველაფერი და მოსაუბრება მოვლენაზე რომელიც სულში დაისახოს და არა ფსიქოლოგიურ რაღაცებაში ჩვენ თავისთავადია დღეს შეგვიძლია რომ გადადის უდიდესი ტილოები რო იქნება ხო რემბრანტი როდესაც წერს თავის სოფიტილოს საკითხს შეწიროს მთელი თავისი პირადი ტრაგედია აქვს ჩადებული ამაში და გადმოსებული აქვს თლიანად ეს ხომ საოცრება საოცრება ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას რომ ეს ყველაფერი იკრძალება და რაღაცა მაგრამ
ანუ წმინდა წერილის სულის გასაგებად აი ეს ემოციურ და ფსიქოლოგიური დეტალები გადაწეულია და მოცემულია ეს ის ამიტომაც წმინდა წერილი ასწავლობს არა მიცოდა იცოდა ჩვენ თავისთავად ხარ ხა ისტორიული ეს სრულიად ისტორიული ფაქტია და თავისთავად ხარია გვიჩნდება კითხვა რომ ცოდოდა რომ არ ვარ ამასთან დაზღვეული თავისთავად ხარია მაგრამ წმინდა წერილისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ესმით იოანე პროფეტმა დასახალების გამარტების დროს მაგერზოც ასე ამბობს რომ სერგი აბრაამა იცოდა რომ მერტი მასთან იყო მაგრამ გამოსდის მერე რომ მან გაიგო რომ ის იყო მერთან ეს საინტერესოა საინტერესო თუმცა ოქროს ჩვევია რაღაც ძალიან ისეთი მაპოეტური და ისეთი ძალიან დიდი ამით ავიკარგება ეს არა არ კარგება თავისთავად ხადია უბრალოდ მე ისე თქვა მინდოდა რომ მაინც აი წმინდა წერილის თხრობა ხო აი მაგალითად ხო აი ტაძრის შენების იმას რომ იმავშებთ ხო აი გაუთავებლად არის მოცემული ზომა, წონა, რამდენი როგორ უნდა იყოს რაღაცა, მაგრამ არ არის საუბარი როგორ ოფსხურიდნენ, როგორ იმაშებოდნენ, ძიმე სამუშაოებს ასულ არა, სულ ტაძრის ზომა, ეს ამხელა უნდა იყოს, ეს აქ უნდა იყოს, ხო შეიძლება პირიქით დაწერო რომ რაღაც ტაძარი აიგო და აი ამდენი შრომა დაიხა, არა, ამაზე კი არ აკეთებს აქცეს, ისაც მნიშვნელოვანია იმაზე აკეთებს, აქ ამდენი შრომა დაიღო ადამიანი, როგორ თავიდან ეს მეორე ხარისხოვანია. წმინდა წერილის თხრობის სტილია, ჟანრია ესე თორე რაღაცა ასე თავისთავად ამბობისგან ცალიერია ხო კარგი თუ არა ერთი თვითონაც აი ლექციის დროს ვთქვით რომ მხოლოდ ღმერთია კეთილი და აი ახალი აღთქმიდან გამიჩნდა კითხვა რატომ მიწოდებ კეთილს განა არიცი რომ მხოლოდ ღმერთია კეთილი ქრისტეობის ეს ასე რატომ ეუბნება იმას რომ შენ თუ მე მომართლა შენ მგონი ხარს სახიერი ანუ მე მგონი ვარ შენ მე სახიერი ანუ შენ გულწრფელია შენ მაშინ შენ ჩემში უნდა დაინახო ის ვინც მოგმართავს ვინც გელაპარაკება შენ იმის როგორ მიმართავდა იცი აი ხო რა აი ბატონობით რომ მიმართავ ვიღაცას მას სულიად არ ასემპათიებს და ბატონობით მიმართავ იმიტომ რომ რაღაცა იმას გარემო სჭირდება ეს რომ შენ ძილობიანი ბიჭი გამოჩნდე იმას კი არ განუკუთრებს სინამდვილეში ამას ხო იმას კი არ განუკუთრებს შენ იმას შენ საჭიროებებს განუკუთრებ ამას ამიტომ მეუბნება რომ არავინ არის სახიერი გადავდა ამას ამით გვასწავლის იმას რომ პავლეც ამას ამის ჩვენ ქმნილებები ვართ ჩვენ არ გვაქვს უნარი თუ ეს ძალა მოგვეცა სიკეთის კეთების იმიტომ რომ კეთილი მარტო ღმერთია ჩვენ სიკეთის მიმბაძველები ვართ ჩემი საქმე სიკეთი არის იმდენად რამდენადაც ის შეესაბამება იმ საზომს რასაზომის ღმერთშია მოქცეული თორემ მე თვითონ სიკეთის როგორ გავაკეთებ თუ სული წმინდა მან მომცემლისა მთავარი კითხვა რაც მიმაქვს რევანდელ ლექციასთან ეხლა დავსვა მოხდა თუ არა ამ ბიბლიური მოვლენის შემდეგ აბრაამის ბუნების რაღაცნაირი ცვლილება თუ ეს იყო ჩვენთვის დანარჩენი სამყაროსთვის პედაგოგიკა ანუ აბრაამი როგორი მორწმუნეც იყო ისეთად რჩება ის ამ გამოცდის გავლის მერე უფრო მაღლა არ არის ის ჩვენ თვალში უბრალოდ ეს არის ჩვენება ჩვენთვის ამ ღმერთის მაღლა არ არის ლევან ერთი დათქმით ავყვათ ეს რომ ამ მამები განგვიმარტავენ აბრაამში რაღაცა კათარზის რომელიც მოხდა ამის შემდეგ. არა, საქმე ლექსია მე დავწყვიტე დიდხანს კიდევაც მე გამოცხადებაც არ ექნება აბრაამს. გამოცხადებაც არ აქვს ჩვენ. ანუ მის ხომ. ხო, გამოცხადება და ციკლი ამით სრულდება მასთან. თუმცა ჩვენ ეს რაღაცა მიაღწია და გაჩერდა მას ვერ და ადამიანში არ გამორიცხულია ეს მიაღწიოს და გაჩერდეს ეს ნიშნავს რომ უკან სვლა დაიწყო. არა, არც მიაღწია. თქვენ როგორც გვითხრობთ ამოთ რომ ის იმავე სიმაღლეზე იყო სანამ მორიას მთაზე ავიდოდა. კი, უბრალოდ აი ეს მოხდა ნებისმიერ ჩვენთაგანს ეგეთი რამე რო გადახდება, ალბათ გამტკიცდება, ხო ზარწმუნოებაში და ეკლესია გვასწავლის, რომ თუ გადარჩა, ხო და ეკლესია გვასწავლის, რომ აბრაამს ეს არ ჭირდება, თუ ეს ამ აქტის შედეგად ის უფრო არ მიახლოვდა ღმერთს. შეიძლება ცოდნაში ჩვენ დავინახეთ ეს თორე. არ სულიერად თავისთავად ხდება რაღაცა ისეთი უფრო დიდი გადაიტანა, ხო? აი ეს მინდა მე მესვე შესაძაც ამბობ, მაგრამ მე ამ მომენტს მინდა ყურადღება გავუყო. ეს არ იყო მისი გამოზრდა. ხო, ეს იყო ჩვენი გამოზრდა. ჩვენი ის მაგრამ ის სულიერად იზრდება, ის დინამიურ პროცესია, ის ვერ გაჩერდება. როგორც კი გაჩერდება, უნდა თქვა რომ ღმერთისგან უკან მოდის.
ანუ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ღმერთისაკენ, კიდევ უფრო მაღალი ნაბიჯი, რომელიც რომლის გამოვლინებაც უკვე აბრაამში იტევს, ანუ ეს ძალები ღმერთს აბრაამისთვის მიცემული აქვს. და იმის გამო უკვე ამის გამოვლინება მის ცხოვრებაში რაც ის არის, ჩვენთან თავის ავაცხადი უდიდეს პედაგოგიკას ატარებს. ასეთი ლიტერატურაში ესაა გაშლილი. აი აბრაამის სახურავი. სიმბოლო ეს არის. კარგი, დიდი მადლობა.